გაუმარჯოს ყველას. მოგესალმებით ირლანდიური პაბიდან, კოსტავა 77, ლოკაცია უცვლელი გახლავთ. და მე და ნოტარი დღეს სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმარს, ეხლა გავხსენი ვიკიპედია სპეციალურად. ქართველი ფეხბურთელი მსახიობი და ტელეწამყვანი ილობეროში. ვიტო ჯორჯია. ხედავ? აბა. შენ დღეს თამაზიძია იქ. რომელი ხარ ბოლოს ყველა? კიდე რამეს ხوار დაამატებდი, ეგეთი კითხვა მე. სხვათა შორის სულ მინდოდა ხოლმე, რომ როცა წარდგენა იყო, აი ეთქვათ, რომ ყოფილი ფეხბურთელი, ანუ თუ რამე, აი ხა მთელი მე ხო თქვი და დედა აბარა პირველი შემთხვევაა სხვათა შორის ჩემი თქმის გარეშე რომ დედასპიცა ვარ, ანუ აი ამდენი რამე მიკეთებია ხო ესეც ისიც რა. მაგრამ ფეხბურთზე მეტად მე არაფერი არ მყარებია, თქო, საქმიანობის ამბავში, აი რამ ხელა სიამოვნებასაც ფეხბურთის თამაშისგან ვიღებდი, იმ ხელ აი პირველი გოლი რაც იყო, აი აფექტში აი არც მახსოვს. უმაღლეს ლიგაში აგდე? არა, არა, სულ თავიდან ვშევაგდე, ისე ჩოხელის თასზე თუ რაღაცაზე 14 წლის რო არიაში თუ ის და ეგრე არის. ხალხი დაძდებს. ილო ფორვარდი იყავი? მარჯვენა ნახევარმცველი. ან ხანდახან ცენტრში 91-ია დაბადებული, უბრალოდ დეკემბერში. ხო და დიმა დღეს იქნება შენ არაერაზი მე ხო ბევრი სახელი მოუფიქრე ხან ზვიგენი სატყუარა ხან ბემბი ხან ყველაფერი და დღეს შენ თამაზძია იქნები ბევრი მიზეზის გამო იმიტომ რომ კაცი რომელიც ულაპარაკობს ეგ იყო დაბრეტო მე ის ეგეთ ტიპებს ვიცნობდი რა განსაკუთრებით ხო აი ეგ დეც რომ ეს კიდე ნაპატიე ჩემო გოკვე სადღაც ბოდიში თავი მოგა ეგ არის ყველას იგიჟე რა არის იცი რომ კაცი რომელიც ლაპარაკობს დროს რომ მაგ ტიპებს ვაკეთებდი რომ აი ეს რომ არ უნდა მოხვიდეო ეგ ტიპები ხდებოდნენ ქუჩაში და მალე გამოვა კიდე ახალი რაღაცეები რო გააცრო და მე ვთქვი ბიჭო ეხლა რატო უნდა ანუ მაგრამ იცი რა რე მე ერთ რამეს მოვხდი შეგილია იღადაო შეგილია ნებისმიერ ადამიანზე იხუმრო მაგრამ თუ ამას არ აკეთებ ღვარძლით აი დაცილებით სიყვარული აი ეგ იყო ნათელი მაგალითი იმისი რომ ტიპი ანუ კაიფობდა მისნაირი ტიპებზე როგორ კაიფობდი მაგრამ როცა შენ პირველ რიგში შენი თავით იწყებ შენ თავზე გადავა ხო კი ეგ სხვა მიიღებს და შენ პოზიცია გაქვს რომ მე კაი ტიპი ვარ და თქვენ გოიმები ეგ ძალიან დიდი პლუსია შენ ძალიან ძალიან ბევრჯერ ყოფილი ვარ ეგეც უფრაზე რომ აი თუ ბოდიშ თუ მოგაბეზრე თავი ძალიან მაგარია ეგ რა ეხა მაგ მემიკებზე და ჟესტებზე ის მახსენდება გია ფერაძე იმ ფილმში აა გიას ვისწავლდი მე თან ერთ ეზოში ვიყავით ხოლმე ჩვენ დათო ყიფიანიც იყო ეგ წარმოიდგინე გიაფერა და მინი ფილმს თამაშობდით. რა ხალხში ვარ, რა თამაშობდი წარმოიდგინე რა. მან დეზოში, რაგე შარტავას 18-ში აქვე არის სხვათა შორის რა და აი დაუვიწყარებ, მაგრამ იცი რა, აი თრამეს გეტყვი. ისეთი ჟილკები იყო ბიჭო. გვატირებდნენ მე რომ ჩვენი მშობლების ხო აზრი არ ქონდა მოყარული. არა, მართლა მეუბნე, აი წაგების თემა არ განიხილებოდა. აი ეგ მაგიტომ გვატირებდნენ მამაჩემი ჩაუვარდა ერთხელ რა შევითხეს ხოლმელებოდა გარაჟი იყო რო ენას გარაჟში ეძახით ის დაждდნენ მე ერთად დალია შენს უნდა გიკიდეს ვაფშე და მედეს თამაზძია მიდი გამომწერებს მიმართე არასდროს არ შენ რა დავალებას მოძლებაქ შეჩემი მე გიბრძანე მიდი მე იმუშავ რა მიწოვლილი ხარ რა ეს კარგია მე დავასახელებ ხა ვისავით მეგობრებო დავალაიქო და გამოვიწეროთ ჩვენი ლაილაის YouTube არხი და დასასრულს უახლოვდება ჩვენი ბემბის რატომაც დასასრულს უახლოვდება ჩემ წეს დასასრულს დროებით დათამაშება დასასრულს უახლოვდება ბემბი რატომაც შევარქვი დიმას თავარი მიზეზი არის ის რომ საირმეა ჩვენი ახალი მეგობარი და 31-ში როგორც გითხარით თავდება ეს გათამაშება საირმე მინერალ ვოთერსი ილო მაგას მაგრად იტყვის დარწმუნებული უფრო მაგრად იმიტომ რომ ეს ინტონაციები და ეს ისე ამათი პაროდიების თემა ძალიან მაგარი არის ეს პელია პაროდიები სენიორებო გადადით ჩვენს წერაში არის ლინკი საირმის Facebook გვერდზე გადადით და ჩაერთეთ გათამაშებაში რომელიც 31-ში თავდება 31 ივლისს და ორკაციანი ორდღიანი ძალიან კარგი საგზური ქვევრებში სასტუმრო ქვევრებში დაისვენებ წამოწექით იგულავეთ რა ვიცი დალიეთ ისიც გითხარით რომ დიმა არის თქო იქ შესასვლელში თვრალი უკვე ყოველდღე ამას გიმეორებ მოკლედ ვიმეგობროთ და იაქტიურეთ 31-ში მთავრდება ჩემო ამიგოებო ეს გათამაშება რამდენიმე გაიმეორე ერთ და იგივე და ხახი იძახის რომ მოკლედ თქვი ხოლმეო რა ხო მოკლედ თქვი ახლა იცი რა არა არის ის გააჩნია ძინა ბარათაშვილის პაროდიას ის გავაკეთებია ბიჭო ახლა და გვერდზე ეჭდა რა მიტყდებოდა არა იმას ისე მოეწონა და გაუხარდა არა მაგრამ კომპლექსებია არა ბიჭო ხა მაინც ის დიმა ისეთი პონტია 24 საათი ერთად ვარ და გამიტყდა საიდან ჩაავე 24 საათი ერთად სადვარ არველაძის იმას ბიჭო არ ვიცი არველაძე კი არა დედასპიცა ვარ ერთი დალია უკეთესი vamos ესპანეთის ბანი ხარ მაგიტომაც სენიორები sí, vámonos golazo
აუ შენ შენ რა მაგრა აკეთებ ესპანელი კომენტატორის იმას მაგრამ ის არა ილო არ ხომ ესურვი წაყვანის ხო ისე ჯო არ ვიცი ეხა ხან და თეატრალური ხარ რა და თან გიყვარს და თან ხმაც გაგდიც თეატრალური პათეტიკა არ იგულისხმება იმ ვერ დააკეთე თეატრალური კოტე მახარაძე და იმისკენ მივიდეო იდი რას მიშლი აუ არ ვიცი ერთი პერიოდი მახსოვს რომ ანუ აი კაცი რომ ის ვლაპარაკობს რომ ვაკეთებდი ხოლმე აი თქვა ბრაზილიელი კომენტატორები და რაღაცა ეხლა ხან მაგარია რაღაცა ის მასში ვიყავი რა ქვია ერთ-ერთ რესტორანში სადაც თამაშებს ანახებენ ხოლმე რა ფაბი და ეგეთ ადგილას ვიყავი სადაც ნუ აი გარეთ ხვიჩას გრაფიტია თუ რაღაცა და ნუ შესული ვარ და ეგეთი რამე დამავალეს აი პროსტა იმპროვიზაციის მომენტში ტიპი მოვიდა და წამყვანმა მითხრა რომ ეხაო ჩვენო გავუშვებთ რა ჩელენჯი ვითოთ იმაში რომ ხვიჩას გოლების ტოპ 5 ეულს და სხვადასხვა ენაზე უნდა მექნა რა და ვაკეთებდი რა რაღაცებს რა სწორა იმიტომ რომ დიდი ხანი აღარ თან გევასება ეხა ეგ თან ილო რა არის ვინც არ იცის თქვა იგივე არაბული თურქული კაც არ შეეპარება აი შენი ეპიზოდი რო არის ცოლის დაქალების სხვადასხვა ენაზე რო კაც არ შეეპარება ეჭვი რომ რაღაცა ეს მოგონი თურქულს ამ მოგონი იცი რატო იმიტომ რომ ნახე რომ შოთას გარდა ძირითადი სიტყვები უნდა ამოკრიფო. აი ნახე საიდან ვიღებდი მასალას. თან ახლა ინტერნეტი და რაღაც კაც. მაშინ სად იყო ძმაო ახლა მე პაროდიებს ენების ვაკეთებდი, რავი 14 წელი და და 19 წლის და 20 წლის რო ვიყავ აი მაგათ გადიოდა ეგეთი სერიალი უერტერო იყო არხი მან სეკრეტ ტრაპიკანკი და ტროპიკანკა. ტროპიკანკა, სეკრეტ ტროპიკანკა და რაღაცა ნოვაე ჟერტვა ისე ერქვა. ახლა რატომ რა რომ ამას უყურებდი ხო? ბრაზილიური ის იყო რა. ხო, სხვა ალტერნატივა არ ქონა ძმაო, ეგ იყო მარტო თორე. და მაგალითისთვის მეთევზე რახან იმაზე იყო რაღაც მეთევზეზე იყო რა სტორილაინი და იქ იყო ერქვა პეშკადუ და სიმღერები რო იყო ხოლმე მე ხო თარგმნიდნენ აი როგორც ინდურ ფილმებში მანი კოჩი პანდა და მე რუსული მახმარო იყო ო in this case და დაიცი ველუ ეგრე იყო და ბრაზილიურადაც რომ ღერო და თარგმნიდნენ და ვიჭერდი ამას რომ მათი ვა პეშკადუ ბრიგადა ხوارი მადლობა რა ქვია ფილო შვილი ფილა გოგო და მე უკვე იმაში ვები რომ კიბრაჯიდუ მი ამორა ლუსესო ბრიგადა იტყვი და მორჩა რა ისე ადუნად ლაპარაკობს თუ მაბილია ეგ ბიჭია სხვა ჩავა რაღაცა ქის სიტყვებს იღებ და ამ სიტყვებს დააგროვებ მე იმ მსგავს სიტყვებსაც ურევ რა და ხო და აი შოთის და აჩის არველაძებს საიდან ჩაავლე აი ეგრე რა ანუ აი ესე რომ ლაპარაკობდნენ მაშინ მქონდა ბიჭო როგორ გითხარი პაროდიის ის ეხა კიდე ეგრე არა რა ეხა მაშინ ხო იცი ასაკენ ყველაფერს რომ იწო ფეხბურთსაც რომ თამაშობდით მაო ყველა ჩემი გუნდელის მაშინ შემეძლო თამაში რა აი თქვა მანერით და ხმით და რაღაცეები და ცნელებსაც ყველას პაროდიას ვაკეთებდი მე ეს ცნელები გადამეკიდნენ ერთი მეუნებოდა იმის გააკეთე ის მეუნებოდა ამისი საბოლოოდ ყველა ბრუტალია ყველგან რო ხო ეგო და რამე მაგრამ ნუ ხო აი ეგ ქონდა და არველაძეებიც ესე რომ ნახე აი ირაოზე რომ სანამ დავიწყებდით ხებოდი მაგას რომ ირაოს სტადიონზე რომ მოვიდნენ აი ესე პირდაპირ ესე ვნახე მაგრამ გადაცემებიდან იმეებიდან და მერე წამოვიდა ვინმე გაბრაზებულა მაგრამ არ მახსოვს რომ ვიღაცა იქიდან მე ვიგაკეთებდი და იმით. არა ხო არ გაგიტყდება რა ისე. ხო ახლა მე შოთადაჩის ისეთი ფანი ვიყავი მაშინაც რა ეხლაც ხო მაგრამ არ მახსოვს მაგრამ მაგპაროდიას. მაგრამ ვიღაცები იყვნენ მაგალითად თნელებს გზნობდი რომ თქვა ის უსწორდებოდა რომ სხვის პაროდიას ვაკეთებდი მაგრამ მისი თუ უნდა ყოფილიყო ეგ ცოტა უტყდება. ბიჭო მე და შოთას ვიყავდა ღამე რუსთავიორზე გადაცემა. ლაივი ფეხბურთის ვიცოდით რომ თურქეთში ესე განვითარდა ფეხბურთი. და დაждდებოდნენ ნონ-სტოპი იყო სანამ არ დაიღლებოდი და გრაფიკა კომპიუტერი გავაკეთეთ და ეგ და კობა ჟორჟიკაშვილი იჯდნენ და იყო ერთი ფანქარი და იმის დახაზვაზე ერთმანეთს რო გრიჯავდნენ ხელიდან ისეთ საყურებელი იყო და იმას არა შეჩემა და ესე ხაზავდნენ და ფორმების ეცვათ ჩვენ გუნდებს რა ზოგი ჯინსით იყო ზოგს ფედერერის კეპკა ეხურა ერთ ტრენერს წინ ქონდა გვარდიოლა წარწერა რატომღაც და ამაზე ყველაფერზე ჩვენ ვატრაკებდით კი შალკეს პლაშოვკები ვატრაკებდით ჩვენ გვირეკავდნენ და თავი დაგვანებეთო რა გაროჩე რა შალკეს პლაშოვკები მაშინ სადიშოვეს ვაფშე შალკეს პლაშოვკები გვიტარებდნენ რომ დაგვანებეთ თავი გამოვასწორებთ გამოსწორება რაში გამოიხატა დორტმუნდის პიჟამაზე გადააკერეს ლოგო. ქართული არ ვამბობ ხა გუნდს. ლოგო მიაწებეს და დორტმუნდის აუ, მაგაზე წნორში რა გასაკვირი ეგ არის, აგერ უმაღლესი თამაში, უმაღლესი ლიგაში თამაშები რა არა, მაგრამ მილანს რო ვეთამაშებოდი, ერთხელ მახსოვს რომ ტიპს უკან ეწერა შევჩენკო.
ედასპიცა ვადაო. შემილია თამამა თქვა რომ შევჩენკოს წინააღმდეგ შევჩენკო იყო. შევჩენკოს წინააღმდეგ ათამაშები. ისტორიები მაქვს მოსმენილი ახლა შენ წარმოვიდგენია რამდენი გეკრება. ფორმა ეგეთი ქონდა. შენ წარმოვიდგენია რამდენი გეკრება მოსმენილი ახლა ვიჯორჯიაში იყავი და მე მაქვს მოსმენილი ერთ მამამ იყო, ერთი ტიპი იყო, რომელსაც მომიყვა ერთ-ერთ ქართულ კლუბში და ფეხბურთელი მივიდა პრეზიდენტად, რომ არჩევ ალები მაქვს, ისო ფინანსები არ არისო, მიგვიანებ ხელფასი, ისო მიჭირსო, მოკლედ აი ეს თუნდაც უსმენს პრეზიდენტი და სიგარეტს მოუკიდაო და ეგონა რომ კაი ძმაო ანდა გამშვიდი ტყუილი ხარი არ თორთვეში მაგრამ უთხრა ეს და შეუსრულა უარესებიც მომისმენია რატო იყო იკაი ეგეთი ისტორიები აი მე მაგალითად მახსოვს რომ რა ქვია ჯონი ჯანელიძეზე რა ჯონი გაგიტისი ხო ჯონი ჯანელიძე კაროჩე ნუ ეხა გინებების როგორი გინებების ის ქონდა იცი მრავალფეროვნები აი სამი ტომი შეეძლო გამოიცა გინებების რა და თან მუღამში იყო თამაშიც და კაროჩე ერთხელ არ მაგარი აი დავინახე ისე გააკეთე და სხვათა შორის ჯონი ჯანელიძე მოკლედ ეხლა ეზიზღებოდა ნეპოტიზმი რა აი ერთი ეგ ქონდა რომ ვიღაცა მოუყვანეს მიიყვანეს კაროჩე არევასება ეხლა რა ხდება ლოკომოტივში მსნელი ჩხაიძეს რაღაც პერიოდი როა რა ეს ჩხაიძესი როა ლოკომოტივი რაღაცა და რკინიგზა და კაროჩე ამასთან გამოუშვეს ბიჭი რა რომელიც არის ჩერეს ჩხაიძე მოსული ეხლა და ვიღაცის დარეკილი ხო არ არის კაცო ჩერეს ჩხაიძეა მოსული და ეხლა სხვანაირი ის აქვს რა მაგრამ თან არევასება პონტი და დააყენა ეხლა და პირველ ტაიმში ათამაშებს რა ამხანაგურია რომ დატესტონ ვინ აიყვანოს გუნდში ვინ არა და ნუ შეხედა რა სინჯებზია და თამაშობს ეს ტიპი და პირველი ტაიმი რომ მოიჩენო კაროჩე კატასტროფულად თამაშობს ტიპი აზი არ არის რა და ხა არ იცის როგორ უთხრას რა და ემონება რომ ბიჭი მოდი შენ აქ მოდი და მოვიდა და შენ რა კენიცი ერთი პასი იმათ მიეცი ერთი ჩვენ ერთი იმათ ეკო ეგ ჩივაძესაც გვაქვს და თქვა ჩივაძის რობილი ისტორია ეგეთი ერთი პასი მიეცი ო რა ეგ ჯონი რა შეგვიძლია ესე ჩემი სახლის ტელეფონი გაიგო და ეს გადაცემები რომელიც ახლა ლაპარაკობ ეთერში რო ვიყავით სახში რეკავდა სახლის ნომერზე ბიჭო და ჩემი ცოლი იღებდა ტელეფონს და დაუძახეო ეუბნებოდა და ეს ნათია მე რომ ვიღაც კაცი რეკავს და იძახის რომ დაუძახე და მე უთი შევეუბნები არა რა დაუძახო ეთერშია მე გავარკვიე რომ ეს იყო ჯონი იმიტომ რომ უთხრა ჩემს ოს რომ ჯონი ვარ ჯანელიძე და დაუძახე ეთერშიაო ბატონ ჯონი მე რა დაუძახეო მალაპარაკე ეგეთი ტიპი იყო მაგათთან ნიუ-იორკშია და გვითამაშია ჟურნალისტების გუნდი მან დორდი შევდით ხოლმე რა იმ სტადიონზე და ტიპისა რა ქვია ილო შენ თან ისეთ პერიოდში მოგიწია რომ აი წყლის პრობლემა რო იყო გასახდელში და იმაში რა ეს პრობლემა შეჩემს ამთარში მე მაგალითად იმის ყიდ ვანაო რას ლაპარაკობთ მო ფშმ-ში რო თამაშობდი აი ვოვალოშვილის გუნდი რო იყო ფიზკულტურის ინსტიტუტში მან დავდიოდი რა ვასთან ფესვარშობდი ეს შენზე ბევრად ადრე რა თქმა უნდა მე 68-იანი ვარ. ჯერი გია ჩარტიანი იყო, ცოტა პატარა რო ვიყავი, 14-ში შევედი მე გვიან შევედი რა და 15-ში რო გავხდი, გადავედი ვოველოშვილთან რა. ხო და იმაზე გამახსენდა რა ქვია, პირობებზე. დედას ფიცა ვარ, მაო ჯერ ხო რა იყო, იცი? აი ბუგაროკებს რო ვეძახდით რა, აი მოედა, ანუ ბურთი, მანდრო ფეხბურთს თამაშობდი, მე რო აი შევარდენზიან დინამოზე თან გამეთქვა. ხო, ეხლა გააკეთეს ეხლა ხელოვნურია. თან ისე რა იყო, გვერდზე ბოდი შეგაწყვეტიებ, ბოძები იყო, თქუიზოლაციის და იყო ის ციკლოვატაროა. კი ბატონო, იმაზე ხახე მაგ დათმული ბიჭო. წარმოიდგინე რა პირობებში და წვერი რა, ძმაო, წვერი მიან. წვერი და აი ეგეთი მტრიანი არ იყო. ანუ ცივი წყალიც არ იყო, თქო, იგივე არველაძეები ყვებიან. თან მე აი რაგბისტებს რატომცემ ძალიან დიდ პატივს რა, ეხლა რო ესე უყურებ. თავი დროზე ასფალტზე თამაშობდნენ. დედა მომწეს და ჩვენთან მოდიოდნენ და ვოვასთხოვდნენ ხოლმე, რომ აი 20 რაღაც აი სტადიონის ბოლოს ანა მოხრივს ითამაშებ, ცოტა ხანი ბიჭები თუ რაღაცა აი გამოვლილი და ტიპები სად არიან ეხლა. არბაზის პერიოდი ძართული იყო მართლა. იცი რა, მან როგორი თემა იყო, იცი? დიდი შანსი იყო რომ საერთოდ მოგვტარიყო რაღაცეები რა. ამ ენთუზიასტებმა ტიპებმა მაგრა გვიყვარს ჩვენ სპორტი ქართველებს ზოგადად რა. აი მაგალითად აი როგორი თემა იყო იცი რომ აი კალათბურთის გუნდი რო იყო ვითა ხო იცი? ხო. თემო დათიკაშვილი აქვს საყორელი. ეგ ტიპები ათრიშვილის ხომ ანთამაშო. ბატონს მე ამათმა ეს გუნდი ათრიესმაო. არაფერი ვარ ხდა არჩუკი არაფერი არ იყო და მე ვიყავი მან და საკალათბურთო გაზეთს ვაკეთებდი. ყველა ვარსკვლავი. შენახული მაქვს რამდენიმე ნომერი. სტატისტიკები დავიწყე და მაგის მერე დაიწყე ეს პასუხერთმენს არასდროს. სტატისტიკა რო იწერებოდა კულოვის რამდენი ყოდა და ეხა ვიტყვი რა. მე ვაგეგეშიძე და დათო გიორგობიანმა გაგიმარჯოს მე უყურებს ალბათ ამას. მოილაპარაკეს რომ პირველ მაგრები იყო ნორე და პირველ ტაიმში მე ჩავაგდებო. მეორე შენ ჩავაგდებო რა. პირველ ტაიმში იმა ყარა რა. მეორე რო დაიწყო ამახო მიიღო და თათი შევიდა ჩააგდო და იქ აწყდა ერთი აბი თამაზიძია სახე როგორ დაარტყი რა დაარტყი სახე
ეს ბიჭო არის უნიკალური ტიპი. ყველაფერი ვისკი, არაყი, ღვინო, კონიაკი და საირმე ერთად ათრო. ილო დალი უკეთესი. არ გამიგია. პაწკვან. მართლა სახი როგორ დაარჩა? შენ ნიკოლაზე არ ყვები არაფერს? მოვა ეხლა გვარდიოლას ბარსელონა შემოსისინდება აქ. გვარდიოლას მე სახე დავარკვია, შენ თავი რა. არა, მართლა როგორ დაარჩა? შენ აკონდა გამოვარდი თუ როგორ მოხდა? არა, სამალიოტიდან. როგორ არის იმიჯის დადასტურება? ყველა მიცის რო კაი, ნუ გააგიჟებ კაცი ხა ვალაპარაკობ. ვის იმას რას გააგიჟებ, მაგრამ ეს ვალაპარაკობ. მართლა მაინტერესებს როგორ დაარტყი სახე, არ მოგიყოლია ეგეთი. სად დაარტყი? სად დაარტყი? აი ნუ აყევი ხა. არა, მე მგონია რომ რაღაცას ყვება ხა. გამორედანზე მეთქი ის რო იყოს ეკლოვატა თქო ხო, არა, მაშინ ინტრიგანი პროვოკ დღეს წამოყვა კორტეზე დილიშვისაზე მეორედ გაიზარდა პახების. ნაოპერაცია მაქვს ჯვარედინი ყველაფერი და 10 წელია თავს ვინახავ ტენის რო არ შეგიძლია არ დავამართო და აი ეგრევე პახი. რო არ შეგიძლია და წოდეს ლიცმოვედი ხა აქამდე. ეს არის თარსი. მე ნახეთ, მე მენისკი დღემდე და სულ აი მაგ პრობლემას. ბიჭო, ეხლა აღარ ეს ფეხბურთიდან მოყოლებული არ არის, კალათბურთს დავემართ, ეხლა სამოყვარულოში ვარ კალათბურთის ეგ თანასწორ. არა, კალათბურთს ადრე ერთ თამაშობდი 1-5-6 წელია რაც დავიწყე და ზაზაფაჩულიას აკადემიაში იმართებენ ხოლმე სამოყვარულო. ისე თამაშობდი მაგას. ეხლა ისე ვეღარ ვახერხებ, მაგრამ აი მან დამემართა ეს Six-Man-ი ესე ქვია. მე-6. ვიცი ეგრე სტატისტიკებს ნახულობ ხოლმე. ილო, რამდენი წელი იყავ ვიჯორჯიაში? ვიჯორჯიაში ვიყავი, მე გეტყვი და ანუ ხო გეუბნები გვიან შევედი, სადღაც 14 წლის ვიყავი რომ შევედი. მერე დაახლოებით 17-ის თუ 17-ის ვიყავ, მე მგონი რომ თამაშობდი ცოტა ხანი სასოფლო აგრარული უნივერსიტეტის საუსი. გუჯა? ხო, გუჯასთან. ხო. პერიშვილი კი არა, გუგუშვილი. გუგუშვილი და როგორი დრო იყო, იცი რომ ეს გუჯაც ახლა წარმოგიდგენთ ბორებზე რომ მივდიოდით ხოლმე, ანუ სათხაც იქაც უშუქობა იქ, პროსტად ჩვენთან თამაშობდა ერთი ბიჭი იყო ივა და მამამისი იყო ხორცკომბინატის დირექტორი და ისაო, აი ხას ბორებზე წასვლა შეგვიძლია 50-50 ლარი დავითვლიო, ბეჭი მოგვაქონდა. ანუ ის ბეჭი რო ქონდა რა, ხბოს ბეჭი გვაქვს და აი ეს ხბოს ბეჭი იყო რუსთავის. იქა კაცო, ზოვეთში არა, იქა. საუსადაც არის თვითონ აგრარული უნივერსიტეტი მათქოს მოედანია და მან რა დრო იყო იცით მაო ერთხელ გაყიდულ თამაშებზე მას ჩვენი კაპიტანი გადავიდა რა სამტრედიასთან აგვაქვს თამაში ჩვენ არაფერში არ გვჭირდება მეორე ლიგაში ვართ არაფერს არ გვიწყდი იმისი კიდევ ვარდებოდი მაშინ არ იყო სამედაყო ლიგა და ესენი კიდე უმაღლესში გადასვლისთვის ჩალიჩობენ ახლა და ისედაც მოგვიგებდნენ მაგრამ მაინც ხო იცი ახლა ფეხბურთია ყველაფერი ხდება და ჩვენი კაპიტანი გადადის ეძახი კაროჩი გადმოდის და ბიჭებო ახლა პირველი შემთხვევაა ეგეთი რა და ბიჭებო გამოვიდა კაროჩი ხაო ველაპარაკეო იმათო და არა მე კი არ ვიძახიო რომ რაღაცაო ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთო რა გვიღის არ გვიღის რაღაცა და ხო აი თქვიო რამდენი თუ რაღაცა 150 ლარიო რა 150 ლარი ანუ გუნდზე ბიჭო იქაზე 150 ლარი ხო გუნდზე უნდა მოგეგოთ არ მოგეთვე 30 ლარი სალკე იქ საჯი იძახდა რომ არ მაინტერესებს სანამ გულს არ მოვიდოთ საღებავი არ იქნება დაახლოებით რა დრო იყო ხო ეს აი ისტორიაში შესული ხარ უმაღლესში გაქვს ჩატარებული ნათამაშები მაგ ხოდაშორის ინტერტოტოს თასზე მაგ ნათამაშები ასამბო ვეღარ ვიცოდ ვის თან პირველი თამაში ჩვენ მქონდა მაშინ ჯანი კარნევალა იყო ჩვენი აუ ვის თესეუდან გადამიყვანა ვიჯორჯიაში მაშინ რა რომ თესეუში უმაღლესში თამაშობდი მაშინ და თესეუს არ ყავდა მოსული კი მე იმ წელს გავარდით ჩვენ მაგრამ ერთი თამაში იყო რისაში ძალიან მოვეწონა ჯანი მოვიდა ერთი ტიპი იყო კიდე მენეჯერი ფეხბურთის ენცო გამბარო რომელიც იყო პარმად და მოკლედ ეხა მოვიდა ტიპი უყურებს რა რომ ვინმე იპოვოს წაიყვანოს და 3-0 მოვიგეთ ბათუმთან და 2 გოლი გავიტანა მე სარბიელშიც იყო რა ოი რა სამო ბათუმში ვა აქ ქონდა თამაში აი სტადიონი რო არის რა გაზე ხო გაზე და კაროჩი გოლი გავიტან ტიპს დავევასე რა ნუ უკან ჩამოდისო აზე ხა რა დრო იყო რომ აი დაცვაში ჩამოდისო ეგეც ხვიჩას მაგიტოებასა უფრო ეხა აბარა ის ეპიზოდი ხო გახსოვს ხვიჩასი რომ 4-0-ზე რო უკან ჩამო ეგ შედება ეგ მე ანალიტიკოსებთან ბაპესთან დიალოგიც ხო გახსოვს კი არა მაგაზე მე გადავიდე ეგ არის ჩემი აზრით ხვიჩას კარიერაში ეგ ეპიზოდი არის აი კიდე ერთი ლეველით რომ მე კიდე სალახის რო ჩაუწვა იმასაც გამოვარჩა. ხო, მაგრამ აი ეს თვითონ მიდგომა იმისი რომ 4-0-ზე იცო ესე მოყვე უკან. პროფი. სხვა ბაზარი. ტიპიური აი ევროპული ეს. კი ბატონო და ხო ჯანი კარდევას. ანუ ეგ იყო და რომ იმასაკნა, ანუ იმ ენცოსაც გავუსწორდი, იმ ჯანისაც გავუსწორდი, გადამიყვანეს. იმ წელსვე მე ჩვენ მქონდა პირველი თამაში ავსტრიის რიდთან, აქ მოვიგეთ 1-0 იქ წავაგეთ 2-1, ანუ მაშინ ის იყო რა. მოიყოფილა. გასვლაზე გატანილი გოლების მიჩ. გავედით შემდეგ ეტაპზე. შევხვდით ტრუას. ტრუას რო შევხვდით, მაშინ ტრუა უმაღლეს ლიგაში იყო. თამაში მაგათი სტადიონი რესტავრაციის ქვეშ იყო და ოსერის სტადიონზე მოგვიწია თამაში. და ეხლა ჩემთვის ეგ როგორი პონტია, იცი რომ 2 წლის წინ ეხლა ოსერის თამაშს
ჩემპიონთა ლიგაზე გირო იყო გახსოვთ? გირო და პატრიკ ლოკო თამაშობდა იქ და ის ჯუკიჩი თუ ვიღაცა და ეხლა წარმოიდგინე რა, ერთი ნიანი იყო კიდე ეგეთი ტიპი და ეხლა ამათ უნდა ვეთამაშოთ, ეხლა ისეთი კონტია. მაგრამ აი ჩვენი არ ვიცი რა. მივდივარ ბიჭო და ხდება სტადიონის დირექტორი. გამოდის ტელეფონ თორები. jetons Georgien, le welcome please თუ რაღაცა და ამ დროს ჩვენი ერთ-ერთი ტიპი იყო ფეხბურთელი მეგრელი რა. და უახლოვდება ამას გისმის, აი სხვა ცივილიზაციაში უახლოვდება და ის ხო ფრანგულად მას ხელს ართმევს ეს შენი დედა მოთხანა. ის ტიპი არის ისე ხარასუნია. სულე მაგჯიბი და მიყურებს და არის მისამყლეს. მან მივხვდი რომ მეთქი შო ჩვენ აქ ვერაფერს ვერ ვიზავ. ჩვენ ვერ მოვიგეთ. წავაგეთ 6-0. 6-0 იქ წავაგეთ. 1-1 აქ ვითამაშეთ და მელქაძემ გაიტანა 91 წუთზე 7-0-ს ვაგებდით ორი თამაში. რეკოშეტით გოლი გაიტანა და ისე აღნიშნეთ. ისა ჯანი კარდევალის დიდი დამსახურებაა სანდრო იაშვილი მაგან წაიყვანა მე იტალიაში. ძალიან და მე ვერაფერი რომა სანდროზე იზახ შენ იმაზე ხო რომში რო ყავ. ხო მე და ეგ ერთად მე უნდა წავსულიყავი სპეციაში. ეგ უნდა წავსულიყო რომში, რომის სკოლაში. დალაგებული ქონათ ყველაფერი. მეც როგორც მელაპარაკა, გურამან დაგვივარე გუხაძემ და პასპორტი დათხარ თუ რაღაცა. მერე ისეთები მოხდა რომ იქ მაგარი შეგზნება რა ეს ძალიან ცუდი მაგარი მორიდებული ტიპი ვიყავ ეხა მე ისამ ყავდა რა ქვია მე ისეთი პატრონი და რაღაც ეგეთი ტიპი ვიყავი თუ რაღაცა გავაკეთე ყველაფერი აი ჩემი მარტო მომდომებით იმიტომ რომ მაყუთი და რამე ეხა შენი არტისტულობა საიდან ეს არტისტ შენ თეატრალური დედაჩემის არა თეატრალური და რაღაცა არა აი დედაჩემს ქონდა ძალიან ისეთი მახსოვს ბავშვობაში აი ძალიან პაროდიის ნიჭი მთელი სამსახურის პაროდიებს აკეთებდა რა ან თავის თანამშრომლების და სხვადასხვა ხო უცნაურია იმიტომ რომ დედაჩემი სულ ოცნებობდა მთელი ბავშვობა მომღერლობა და მსახიობობაზე და დედაჩემი მთელი ცხოვრება ოცნებობდა რომ ყოფილიყო ლინგვისტი. ანუ ბოლოს ისე გამოვიდა რომ დედაჩემი გახდა კავკასიოლოგი და ენათმეცნიერი და დედაჩემი კიდე მსახიობი და იქ მახტუნოვსკის და ვიღაცებთან პირიქით გამოვიდა და ალბათ ფიქრობ რომ დედაჩემის და დედაჩემის ხაზიდან ხო არა იცი რატო იგივე ის რა ქვია ეხლა იარელიზა ვნახე მან თამაშობ ხო არა ძალიან კარგია რა რაც მე ფილმიც თვითონ მაგრად გამისწორდა და თვითონ სერიალში რასაც აკეთებ ხო ძალიან ჯიგრულად ეხა ძალიან სახიფათოა შენ კარგად იცი კამერა ხო ნაიგრიშებს რო ეძახიან და არა გაქვს რა ისე ლავირებ და ლაღათქარ გეგონება რაღაც გამოვლილი გაქვს მაგრამ გამიჭირდა აი პირველი პერიოდი თავიდან შეცდოში რო შევედი რა ეს იყო პირველი გამოცდილება რა მანამდე რაღაცა მოკლემეტრაჟიან ფილმში იმას არც არაფერი ახდენდა და ის იყო რა პილოტივით იყო თუ რა პირველი იყო ეხლა რომ შევდივარ შიგნით მიუხედავად იმისა რომ უკვე მაგ დროს დილის გადაცემაში ერთ არხზე მეორე არხზე დილის გადაცემაში სხვადასხვა პროექტები რაღაცა მაგრამ და სანამ შევიდოდი გლიფონავა იღებს და ეხლა ვფიქრობ რომ მეთქი ნუ აი ჩიკას პირველი გამოჩენაა რა და მეთქი რომ აი გვერდიდან რო უყურებ ჯერ ჩემი სცენა არ არის ვფიქრობ ამას ვიზავ იმას ვიზავ აქ იმპროვიზაცია ის ან გლიფონავასთან გავდივარ და აი მგონია რომ აი შევალ და აი ფეიერვერკებს მოვაწყობ და სულ სხვა სპეციფიკაა იმიტომ რომ შენ როცა ტელევიზიაში ზიხარ თქვენზე კარგად ვინ იცის ეგ რო ანუ ის ტელევიზიაში და ვითომეტეს ლაივში ან რაღაცა ის ერთი წამი პაუზა და ორი წამი პაუზა შეიძლება კატასტროფა იყოს რაღაც მომენტებში მაგრამ იქ მაგარია იქ სხვა რითმი და სანამ იმ რითმზე გადავეწყობოდი და აი რაღაც იმიტომ რომ ხანდახან იყო რომ აი გადაღების დროს თქვა პაუზა იყო ერთი 5 წამიანი 7 წამიანი ამას ჩემთვის ის 7 წამი იყო 7 წუთივით და სანამ მე დავაჯექი მაგას აბსოლუტურად სხვა სპეციფიკა წელიწად ნახევარი ძალიან ვიწვალე რა იმიტომ რომ რაღაცა მე ვეუნებოდი ბიჭო მეთქი შაგუ ისეთი ტიპი უნდა იყოს ან წვერი ქონდეს თავიდან არ მქონა წვერი ერალაშის ბავშვი ვითვარ მე ვხარ რაღაცა ხონა ეთყობოდეს ტიპს რომ ნაშოვნი აქვს გელია რეებია გამოვლილი 90-იან ან რაღაცა იარა ან ისა და მე ხო ცოტა წავა ბრუტალურად და მეც უკვე ცოტა მოვეშვი რა და უკვე სხვანაირად სენიორებო გამოვიწეროთ და დავალაიქოთ აი კიდევ ერთი ჩემი დესანტი შემომემატა დავალაიქო და გამოვიწეროთ ჩვენი YouTube არხის სხვათა შორის დიმა ის როგორ იყო დიმას შეთავაზეს ხო მე არ ვიგონე ხა რაღაცა არა დიმას შეთავაზეს ეროტიკაში თამაში შეთავაზეს ხო გითხარი ეგ აგრე ეროტიკა ტაქსისტიო ეხლა უდასა ხო დაიჯერე არა შენ თვითონ მითხარი ეროტიული სცენარი იყო ოღონდ ტაქსისტი უნდა ყოფილიყო ემანუელა 12 არ ვიგიქო არა ითამაშა არა ჭამა და სექსი ო მე მგონი მაგას ამბო
ჩემი მეთქი რაღაცა გახსოვ, ვაფშე საერთოდ შენ გაქვს დათქვა დაუკვირდი მაშინ სანამ სიყვარული ვენახში ან ამე ვიფიქრე. პარნოხაში ითამაშა. არ თამაში არა, მე ვთქვი რომ შემოგთავაზეს და შენ ისე ფილმში თამაშობ და ის აქვს ხოლმე თავდაბლობა რომ არა ვერ ვითამაშე. რა ვერ ვითამაშე, გეუბნები რომ კარგად ვითამაშე და ხანდახან შეიფასე. სად იმას ბოლოს ეს რა კარგად ვითამაშე, ბიჭო შენ ხო არ უკანავე. რაგინა ბუნებრივი არ მევასებე ტყილები რა. არა, რატო ბუნებ ნახე რა არის. ჩემი არ არის. მე ჩემთანს როცა თამაშობ ჩემია, ჩემთანს როცა თამაშობ. იმაში კიოში რა მოხდა თუ რაღაცაში რომ ათამაშეს, აი მენა ჩავიჯი პირდაპირ გეუბნები, ეხა ჯავლეთის სიგნი მიჭიროს და უნდა ითამა. არ არის ჩემი ძმაო, ეხა ესე შეიძლება ლაპარაკში დავждდე და გაგვისტორდეს და გაცინო და რაღაც აკვე და ყველაფერი, მაგრამ იქ ვერ არ არის და იმას რომ მეუბნება კიდე რეგბი წაიყვანე. არ ვიცი ძმაო. მაგაში გაფასე. არ დავждდები, ეხა შანსი არ არის. მაგაში ძალიან გაფასე. რაც არ ვიცი, კალათბურთზე დამსვი, ჩოგბურთზე დამსვი, ფეხბურთზე დავისთავ. დავждდები და სოსისების ჭამაში აგუს ვერ წავიყვან, არ ვიცი ნიუანსები და არა, კალათბურთს აი ხა თუ რამეს წავიყვანდი კალათბურთს. ფეხბურთს აღარაზე გაია. ფეხბურთზე იმხელა ტრავმა მქონდა მენტალური რა, რომ ანუ ფეხ როგორი რაღაცა იცი რომ იზდები წარმოიდგინე და აი თამაშიდან თამაშამდე, თქვა 3 დღეში თამაშია. და 3 ღამე, აი როცა ეს არც ტელეფონი იყო, მაშინ არაფერი ხო ეს და ფიქრობდი და წარმოდგენილი მქონდა რომ აი იქ რო ჩააწვის მაკრატელას და ვარტყავ გოლს როგორ ვიტან, როგორ აღნიშნავ. აი მაგით თავიდან ბოლომდე მაგითი ცხოვრობდი. დილით ფეხბურთი, შუადღეს ფეხბურთი, საღამოს ფეხბურთი. ხო და ძალიან გადარეული ვიყავი, მაგრამ რომ მოხდა ისე რომ მოკლედ მე და ფეხბურთი რო გავეყარეთ, მაგაზე ბევრი მიზეზები არის. ხო, არა, მარტო ტრავმა და რამე კი არ არის, ტრავმა ერთ წელიწადში მომირჩა, ეგრე კი არ არის, მაგრამ უბრალოდ მაშინ თან დაემთხვა ნალჩიკის სპარტაკში ვიყავ, იქიდან ჩამოვედი, მე ისე ვაკმოვედი. მე იქ მაყუთი, მე იქ ის მოითხო, მე იქ ნალჩიკში კიდე მე ვისიც იყო ეს გუნდი სპარტაკი, მე იყო თან ქალაქის და დაიჭირეს. აი მაგის მე გაიჭირა რომ მოიხოდა ნალჩიკის სპარტაკი და სირაძე რო თამაშობდა. რამდენი ხანი იყო ნალჩიკში? 6 თვე ვიყავ. რეალურად ერთი ზბორი ქონა კისლავოდსკში, მეორე ზბორი იყო კვიპროსში და აი უკვე რო უნდა დაწყებულიყო, თან მაშინ ხო იცი პადიუმს რო ეძახდა $30,000 მანქანა რაღაცა, მაგრამ ბრა, უცებ შუა, წარმოიდგინე, შუა იმის დროს, ორმხრივის დროს სპეცრაზმი შემოვარდა და დაიჭირეს გუნდის დირექტორს. ნუ ვინც იყო თან ნალჩიკის მერიც. ამიტომ ძალიან მურტალი პერიოდი იყო და ეხლა დღეს ჩემი გუნდელი შემოხდა ქავთარაძეზე რაღაცა პულტი უნდა მეყიდა და ლაპარაკობდით რომ აი ეხლა როგორც არის რომ უამრავი ეს საფეხბურთო სკაუტი რო დადის და თან ვითომელი დაიჭრა ხუჩას ამბავიც და არა მარტო ხუჩასი მაგრამ ყველაზე უფრო მასშტაბურ წარმატებას ახლა მან მიაღწია. ეგ არის ხელა ყურადღება რომ ანუ უკვე იციან რომ აი ქართველი ისედაც იცოდნენ, მაგრამ ყველა ხო არ არის ვინც ისტორიას კარგად. აი ისედაც იცოდნენ, მაგრამ ამას მოსწავლე გააკეთა რა. და სხვათა შორის აი ხუჩაზე სულ მიდის ხოლმე ლაპარაკი, მარტო ის არა აი ნიჭი. კინკლაძესაც ძალიან დიდი ნიჭი ქონა. შეიძლება ხუჩაზე უფრო უკეთესიც კი იყო, მაგ მხრივ. ნიჭის უკვე პარამეტრება. მაგრამ ფსიქოლოგია, მაგრამ აი ხუჩასი რაც მევასება არის რა, რომ ნებიერიძეს ველაპარაკობთ პოდკასტში რომ ყავს. ანუ მისი დღის რუტინა რო აი. ანუ აი სუფთა საუბარი მედიტაცია, კვება, ხო? პერსონალური მწვნელი. ეხლა წარმოიდგინე შენ როგორი ამბავია. მე ერთი პერიოდი იმეძი რომ მუშაობდი. 3 პროექტში ვიყავი. იმ დროისთვის ეხა 10-12 წლის წინ 15,000 ლარი მქონდა და მაშინ ამივარდა თავში და ეხა შენ წარმოიდგინე მილიონები რო გაქვს. თან ისა და მაგ დროს შენარჩუნება აი NBA არის, კაი მაგის კაი მაგალითი. უზარმაზარ წუნებას უძლებენ ტიპები, რომლებიც გეტოში გაიზარდნენ და საჭმლის ფული არ ქონათ. უცებ წელიწადში გაქვს 50 მილიონი. ნუ არიან ტიპები, რომელიც ვერ უძლებს. ვერ უძლებ, აი ჯამორანტი ვიღაცების სტრიპტის ბარში წავიდა, იქ ვიღაც საყვარლები გალიბდა და იგივე სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები ნებისმიერ ეგეთი აი ნახე ქუჩა ნახე ლუცროს უბანში და აი ესე რო არის რა. მაგრამ იმის მერე კაცო ეგ რაღაცა გადაჭარბებული ყოფილა, იმიტომ რომ იმის მერე გამოჩნდა ტიპი და გაპარსუნა ამაზე მაგრამ იქ პროსტა იქ თავი ევასება ეთყობა ეგ სიტუაცია. თავის ერთთან ერთად არის, სადაც გაიზარდა იქ რა ტიპი რა ეხა. ო აი მე რა რასაც უბანი ქვია ეგ არის რა. მაგრამ ერთი რამაც არის. წარმატება არის ერთი, მაგრამ ამ წარმატების შენარჩუნება და ყოველ დღე საკუთარ თავზე მუშაობა და ის რაც გვერდიდან ის რაც არ ჩანს, ბოდიში რაც გაქვს. ვითუმეტ იმ წნეხის ფონზე. ამ დროს მეუღლე ბავშვი რომელიც მათაც ყურადღება უნდა, ანუ უამრავი რაღაცა კომპონენტისგან შედგება, ჯერ ძალიან მიხარია რომ მეუღლე ყავს და შვილი, იმიტომ რომ როცა მაგ ხელა ნიჭი გაქვს ესმის პირიქით ეს ოჯახი გაძლევს რაღაც სტაბილურობის განცდას, შეთვის საყვარელი ადამიანი, მათ უძღვნის შვილი, ახლა მე კეიდია, ჩემი საყვარელი კალათბურთელი რა, კევინ დურანტი და სულ იმას შვილი მოიყვანოს ცოლი რა, მოიყვანოს, სულ ფიქრობდი, რა თქვი რომ რაღაცა თქვა იქ ბავშვი ყავს მის გამო, იმიტომ რომ მოტივაცია სხვა პონტი, ამიტომ ხუჩა ძალიან ვაფასებ თავის დროზეც ეხა ამას რო აკეთებდა სტეფის ნაიჩ რა რომ მე რაც თავის სულ მაგას ვამოვდი რომ ამ ადამიანს აქვს რაღაცა ისეთი
რომელიც ერთ killer instincts რო ეძახიან ეგ. Killer instincts და დიდებს აქვს ეგ რა. რომელსაც არ შეუძლია წაგება მისთვის არ არის რაღაცა ისეთი მერე რა მოხდა თემა. ანუ მაგ მენტალობას დურანტი რო ახსენე ის ნანახი გაქვს მაგ ესა. ბავშვები რო იღები ხო თვარე რო უჭირავს ვითომ და რამე. 90-იანების ქორწილი. ისეთი ტიპი არის უბრალოდ. ისეთი არის. აკრძალი უცებაო და ხო. ის დგას ვითვარია და ვითომ ეს ხელით იჭირავს. ხო და ეგ მილიარდელი ხო ტიპი. დიმა ეგ 90-იანების ქორწილში არ გახდა და ხიგ მონტაჟი გამახსენდა. ეხლა წალიჩობენ ვიღაცები და ვერ იწერენ იმ კოშკებს და მაგარი სურა მაგის ყველაზე ვიდეოს რა არ გამოვიდეთ რა. სხვადასხვა აი ზაზასაც ეგ ქონდა რა ეხლა მაგას მოხერხება უნდა რა. NBA-ში ყველას არ შეუულია NBA-ში თამაში. აი მაგალითად თოკოც იყო შენგელია იქ, მაგრამ იქ კიდე სხვა ფაქტორები იყო, კალათბურთის ნელა იცვლებოდა, საკალათბურთო თვალსაზრისით იყო კიდე 1000 ასპექტი, რატომაც თქვა ბრუკლინში რო იყო ვერ. მაგრამ ზაზას, აი მამუკელაშვილს აქვს ის რაც აქვს ზაზას ცოტა იყოს და ბითაძესაც ცოტა გამოსასწორებელი. როცა შენ NBA-ში ხარ, გინდა შენ შეძლო ინტეგრირება რა. შენ თუ პერსონალიტიც არ ხარ და მარტო კალათბურთია, ძალიან იმას ვერ მიგიღებს ბოლომდე აუდიტორია. ზაზამ დაიმკვიდრა თავი და შექმნა პერსონაჟი. აი, თითოეული კალათბურთელი არის კომიქსის გმირილით რა და ზაზამ შექმნა nothing easy. მაგაზე მე თავები რო უჭირავს ანიმაცია რო. გახსოვს რომ ჩავწერე და პირველი კითხვით დავიწყე, იცი? აი, როგორ თვლი მეთქი, მე ესე ვთვლითქო, შენ როგორ თვლითქო, რომ შენი ჩხუბებით და გარნეტები და მეებით მოიპოვე შენ და ძალიან კარგად აი ორი არის გარყმულიო რა. ეხლა გარნეტს რო გლიჯავ. აბა რა. აი ეგ გარნეტი შეუხებელია რა, ტიპ Westbrook, გარნეტს. თან ისეთი სიჩები და ეხლა ვიღაცა მე-16-აკაც არ ეჭუბებოდა. ანუ როგორი პონტი იყო, იცი რომ ზაზა იყო ყველა გუნს, წარმოიდგინე თან ზაზა იყო, ანუ ისეთი ვილანს რო ეძახიან, აი ეგეთი ტიპი დრეიმონ გრინთან ერთად. ანუ გუნდში რომელიც გრინია პირველი ტიპი მიმწოლი იყო ზაზა. გრინი უფრო ვოკალ პონჩი იყო თქვა ეს იმენა ჯანი. ეს იმენა როგორ იყო? ანუ ამის იმედი ქონდა. ყველას აბსოლუტურად გუნდში. ეხა ერთი რასაც ვერ პატიობს ზაზას არის ის რომ მე ორი საყვარელი კალათბურთელი კეიდი და კავაი. აი კავაი. და შენ როგორ გონია? მოდი ამ ეპიზოდზე მითხარი შენი აზრი, აი მართლა სერიოზულად გეუბნები, მე გამეორებებს უყურე 10 ჯერ. და მართლა ეგრე კაფეო აზრი ვერ ჩამოვაყალიბე. გეტყვი ვერც ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებთ რომ რა ხდება მეორე ადამიანის ტვინში მაგას ვერ გაიგე. არწმუნებული ვარ შემთხვევითობა. მაგრამ ნახე მე ცოტა გამეცინა იმაზე რომ როცა ფეხი, მაგრამ თამაში დროს ხანდახან როცა აზარჩი ხარ, შეიძლება ვერც იგზნო როგორ დაკეთებ რა. მაგრამ მე რო ხტება და ესე აკეთებს, ნახე როგორ რაღაცა არ ვიცით, მაგრამ თამაში ისეთი მოტა იანისაც აქვს ეგ რო ვიღაცები აუიწია და მაგრამ ჩვენ ვერ გავიგეთ რა ხდება სხვა ადამიანის ტვინში, თუმცა მე რასაც უყურებ კალათბურთში, მე მაგის ზაზას წესს ეძახიან წარმოიდგინე. კალათბურთში ამხტარ ტიპს არ უნდა დაუტოვო ფეხი. არ მოსულ, არ მოსულ. მესმის რომ ზაზა ბიგმენია და ეხა არ არის იქ ისეთი თქვათ ხო დიდი მეტრა 90 არ არის რომ აი უცებ გამოწიო რეაგირება ან ძიმეთ მოძრაობს. ეგეთი პლასტიკაც არ არის სტრესის ტრაპეზი. მაგრამ ხო, ანუ მე ხა როგორი კონტექსტი რომ ეხა მე წავდა ადრე პოდკასტში და რომ საუბრობდით, ისე ლაპარაკობ, მე მუქარებს იღებდა ძმაო და ეგონა მე თქვა ეხა შეждენ ბიჭო მაგარი არ ვიცი რა. თუმცა ნუ ვერ გაიგებ ხა რა. მოდი ეხა გავიხსენოთ ყველაზე მაშინ და გადავიდეთ ეხა ამოვარდება ცოტა, მაგრამ მიდი გიჯი. აი ამოვარდება, რატო ამოვარდები, მაცადებ თქვა, თორე კაი მიდი თქვი ხო, თორე უამრავი საქომაგო ადამიანი ჩამოთვალა იქ. ვერა იდო. კი. ასე რომ ჩვენი კომანდა აჰა თქვი უკეთესად ჩვენ გამოვიდა. მიდი შენ გიხდება შენ. დიეტურია ლესანსი მაგრამ. მიდი. არ ვიტყვი, ეხლა შენ თქვი მაშინ, შემაწყვეტილე. კომაგი ჩვენი ამიგო, ჩვენი დესანტი ახალი მეგობარი იცით და შედით მაღაზიებში შეიძინეთ და ცხელი ზაფხული როგორც ვთქვით, საქომაგო ბევრია, დარჩნენ ქართული გუნდების საკვალიფიკაციო ეტაპზე და ასე რომ უკომაგოთ ბამონოსი და მოხარშეთ და ცოტა ხანში მოვა გვარდიოლას ბარსელონა. გვარდიოლას ბარსელონას ეძახი ისეთი გებრიელია. მე კორტების მერე გიმოვშივდა ის. ეს დადებითი ესპანური პონტი ხომ არა? აი თქვა თუ ცუდი კომენტარი დაგიწერა ვიღაცამ, აი რა უნდა უთხრა? ნეგატიურ პონჩი ესპანურ სიტყვებს ხმარ უხმო. არა. პენდეჰო დაუძახა. უტა და რაღაცებს არ მე ერთი სიტყვა მადრენა მეტანი მას. პენდეჰო. აბან იცის ეს არის სუდი სიტყვა ვიცი. კონიო და რაღაცებს იძახის. კონიო. ხო ისე შეც. კონიო ტრაკი. არა ბიჭო შენ რა გადაჭამდი ჩემი მეგობრის ძმა იყო თაჯიმანი და ესპანელი ყავდა სტუმრად არ მახსოვს რომელი განსაკუთრებით ვალენსიას აკადემიის კაცი ყავდა ჩაიხვია ბიჭო მოიყვან ამბის დაურეკა შეიძლება კი როგორ არა რაღაცა იქ არ არის რა ბევრი გადასახადის თემაში არა მოვიდა ინტერესის თემაში და
აი ეს გარყვნილი, აი ეს. ვის შენ მასწავლე? და მე კიდა, კითხე როგორ არისო ესპანურათო. არა, ძმაო, თვითონ გავიდა. შენ ძმობას ფიცავარ, ყველაფერს ფიცავარ თუ არ იტყუებოდ. გავიდა, გაუხარდა შემოდა. კონიო, იცო? კითხე იმას როგორ გაუხარდა ეს რო კითხე, კონიო არისო, კიო. ფათაშორის თელ სოფლიოში ძალიან პოპულარული. ახერო და რაღაც. აი, თელ სოფლიოში, ვიცი და შენ იზა. თელ სოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა სლენგს ესპანურ, ამ შემთხვევაში ესპანურ სლენგზე საუბრობ, ესპანურ ენაზე, მაგრამ კოლუმბიური სლენგი. ნარკოსი როა სერიალი, ხო? პაბლო ესკობარ. მაგაზე რო გამოვიდა, დედას ფიცავარ, ჯერეთი ხონულის ტიპი, ვაფშე საერთოდ საოცრება მთავარ როლში არის, იმიტომ იდეაში ბრაზილიელია. ხო. და ბრაზილიის თეატრში იყო არავისგან ცნობილი, просто აღმოაჩინეს და ეგრე არ არის ხო? ბრაზილიელი არის, იმას არნიშნავს, რომ კოლუმბიურად ანუ ძალიან რთულია, რომ კოლუმბიელივით იბაზო. ხო, თან თუ მეტეს როცა პაბლოს თამაშობს. მოახერხა ტიპმა და ანუ იმდენად მელოდიური ენაა, ხო იცი რომ გინებაც კი ისა და ისეთი პოპულარული გახდა ნარკოსის ეს ყველა ეპიზოდი, რომ გააკეთა ნარკოსმა იმ პერსონაჟებივით და სლენგით და იმეებით აკეთებდნენ ხან კუკინგს და ხან ენას გასწავლიან. აპლიკაციას დაკაჩავდი და გინდა რომ ესპანური ისე და იწყება ვარჯიში და გამოდის ისა და siempre la culo titas yandos. იქ დაეწერება. დედა შენი და ოღონდ აი ეგრეს შენ წარმოიდგინე შაგუ რა ეხა ხო იყო შეცდო და უცებ რომ ვიღაცას ქართული აი ეგეთი უცებ სასწაული გახდა და შაგუ თელ სოფლიოში და უცებ აპლიკაცია გაქვს და მე ვიჩიტები და რომ გეუნები რომ ქართული სწავლა ვინც გინდა და ეხა გეტყვი. იდოქში შენი ლახმაჩი დედა შენი ლახმაჩი ლახმაჩი ზარმაგარია არის ეგა უნდა გავიგე ხო არა ნეტფლიქს ხომ გაკეთებული რა YouTube-ზე დაგერხანო და პენდეჰო მაკედან ვიცი რომ პენდეჰო არის მან არა იმას რა უთხარი ხა ბედნიერი ხა ჩაუჯდება იმაზე პახეროზი ზუსტ დაუნტკიცი სხვა ეგერ კაცმა სპეცია პახემ ძრევლოს ნიშნავს და ესპანეთში არ არის რო არის მონტეირო და პახეროზ არ ყიდულობენ პანჯეროს რა მანქანას ხო ეგ ნახდა ეგრეა გადამოწე თუ თორჩენ დავიჟერა ერო ხო და ძალიან ლამაზია მაგრამ ისე იმაზე ნარკოზე ის ელ ჩაპოს ვინც თამაშობს ისიც მაგარი ნიჭიერი ტიპი ყველა მაგარი ეგ ბევრი ვერსიებია თავი რომელიც არის სერიალი პირველი ხო პირველი ისე მე ხავიერ ბარდემის ნათამაშები უფრო მევასება აი მე იცი რა მევასება ხე ხავიერ ბარდემის ისეთი არა ეს უფრო რენდომ ტიპი რო იყო უფრო მაგარი წაიღო რა მე ესე მგონია იცი რა მოწ თამაში რო ანუ იმდენად თვითყოფადია ტიპი ანუ რეალურად ეხაში გარეგნულად ის უფრო გავს მაგრამ ამის აი ეს მოძრაობა რა აი ეს სულ ამას უაკეთებს რა ის და როგორც მოდის და პლასტიკაც აქვს როგორც ზუმწადაც თამაშობს ხდები იმიტომ რომ ყოველთვის დიდი ცნუნება გაქვს რა აი აქაც ჩვენ პრობლემა ქონა ქართულ მსახიობებს ის რომ აი ახლა თავის დროზე გადაჭარბებული თეატრის ის სადღაც ეპიზოდში აი შაქარზე რო ყვებოდი რომ აი რეჟისორი გეუბნება არაფერი ძმაო შედი მარკეტში უბრალოდ თქვი რომ კარაქი და შაქარი და გამოდი მაგრამ ქართულს არ შეუძლია ეს მარტივად უნდა მივიდეს და შაქარი რეხს ლარნახეო ну tu შაქარი იქ კარაქიც არ აქვს იქ მაგაში თადადან იმას კარაქი ფიქრებს ანდროს არ არის ეგ საჭირო სხვაგან კი აქ არა ჩაწერას რომ მოვჩებით ეხლა არ ვიტყვი ერთ-ერთ ქართულ სერიალს აი მე შენ აღარ ჩაწერას მოვჩებით თქვი აქ არა კაცო უნდა თქვა ეწყინება რაც როჩი არ მოსულა და მე გეტყვი ერთ-ერთ იმაზე ქართულ სერიალზე ის ზუსტად შენ რაღაც ამბობ ოღონდ გოგოა რა ძვეთში ეგრე ლაპარაკობს აი ზუსტად ეგრე ის კარაქი გადის აი ეგრე ეგ სამწუხაროდ ბევრგან არის და სხვათა შორის რა ჩვენ ძალიან ნიჭიერი მსახიობები ყავს ეხლა ამერიკაში ერთ-ერთი ტიპი რო იყო ჩასული ისინი გეუნებიან რაც თქვენ გაქვთ ის არის სწავლება ანუ რაღაცები რაც არის სწავლება აი მაგალითად body language ჩვენი ემოციურობა მეტყველი თვალები ხვდები ნიჭი არტისტიზმი იმპროვიზაცია უფრო შუა მაგრამ ენობრივი ბარიერია თორე აგერ ეხლა ყოჩი რო არის მაგალითად ის ხო მერაბ მინიძეს ეხლა ძალიან გაუმართლა მაფიაში და რაღაცებში რო და ეხლა ბოლო ფილმიც ნახეს კაცია მაგრამ არც ნაკლები არ არის ყოჩი მაგრამ იმის გამო რომ ენობრივი ბარიერი აქვს არა თორე ოჩიც ძალიან მაგრა ითამაშებდა მე თუ მკითხავ რომელიმე Netflix-ის სერიალში ვინმე მაფიოს რა ამიტომაც იმ ენობრივი ბარიერის გამო სულ ქართველებს უწევთ რომ იყვნენ აი ან რუსი მაფიოზი ან რაღაცა კავკასიელი ან რაღაცა ეგ სულ ათალი ხარ აბსოლუტურად ეთახო რეალურად რომ მიუშა ზურა ყიფშიდეს რომ მაგალითად ინგლისური ცოდნა და ძმაო დენირო ალპაჩინოს დონე მეულებრივ აღარ აქვს საბჭოთა მსახიობებზე კახი კავსაძე გივიბერი ან იპოლიტე ხვიჩია განსაკუთრებით არის ჰაი კლას ან იმისი აი რაღაცა იმისი კი აღარ ანუ იპოლიტე ხვიჩი ზემოთ თამას აღარ არსებობს აი ეხა უბრალოდ მოცემულობა იმიკები და ფეხბურთილებსაც მოხსენდება ბიჭო ხო და წინა
ისე დეტალებში თან უყდავი ფრაზები ყველა ფეულად. ხო, დღემდე ყველა რამდენი გინდა, აი რამდენი. წინა ეპიზოდშიც ვახსენე რა. ნეაპოლში გაუშვეს კინოთეატრში იტალიურად გადათარგმნეს ეგ ფერმა ინგრევა და ეხა ისინი ჩვენები არიან. არა, ხო, არა, ინგრევა ისე кайფობენ, იმდენად ახლობელია. კიდე რა არის იცი მნიშვნელოვანი, ხა შენ წარმოიდგინე ამავე დროს რამდენი კიდე არის იგივენაირად როგორც ჩვენ არ გვესმის, როცა გახმოვანებით უყურებით, ეხა მაზალოა რა, ეხა ის ძველი გახმოვანება ხო გახსოვს? მე არ დამოუწყდება ზეფირელის ანუ აღდგომების პერიოდში ახლა ქრისტეს ხო უშვებდნენ ხოლმე და ზეფირელის ქრისტე რო იყო 7 სერია იყო და ამიტომ ეს ვიდეო რო იყო, ანუ იყოფოდა და ფაქტიურად 7 კვირაში ერთხელ ამ ზეფირელს და ეხლა გამხმოვანებელი იყო რემბოსი იგივე რა და ამ დროს ასოციაცია ჯვარზე და უცებ წარმოიდგინე ეს ხმარობეს მის რომ გოსპაჯი ფალილუკი ბადდასვაძელო და ხო ხტები და მეთქი რატო ანუ რა ეგრევე მიდიოდი რემბოსკენ და იმისკენ ვინც აი სხვადასხვა რუსეთს ხანდა ძალიან მაგარი სკოლა აი ნახე დენიროს მაგალითად ახმოვანებდა ერთი ტიპი რომელიც იყო დენიროლოგი ჩათვალე აი ის ხმა მისი და დენირო როგორც ლუი დეფინეს ეგ არის ეგეც ანუ იყო შემთხვევები როცა ხანდახან ორიგინალზე უფრო მეტადად შეიძლება გამხმოვანებელს იმხელა სკოლა ქონდათ გაიგე აი მოვიდა მეგობრებო ვერ გადათა ერთი ცალი მოგრიჯო რამეს რა კომაგი ნამდვილი გვარდიოლას ბარსელონა უწოდე ოქროს ხანა ბარსელონასი და ინიესტა ჩავი მესი და ყველა აქ არიან მოკლედ ასე რომ დააგემონე პირო შეგიძლია მაგრამ მე როგორც ბარსელონას კი თავგადაკლული ფანი თავის დროზე და მესი შენაირჩე რომელია აბატონო მეტი გადაიღე დაიწყე აი ხელით ავიღებ კომაგურად გადიღე ეს კომაგურად ავიღებ ინიესტა სი გევასება ინიესტა ნუ კაია მართლა თან ათამაშე მე მიყვარდა ბარსელონა რატო იცი აიაქსის გულშემატკივი ვიყავი აი ბავშვობიდან აჩიკომ შოთამდე სხვადასხვა ანუ შოთას გამო არ დამიწყე აიაქსის გულშემატკივრობა აი რომელი აიაქსზე გიჟდებოდი და დღემდე ჩემთვის აი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთი და აი მოედანი ფორმა აიაქსი კლაივერტი რო იყო და ისე სერიოზული ბოგარტი და რა ქვია იმას კი ზედორფი და დებურები და ნუ აი ლიტმანენი ცოტა მერე შემიმატ ანუ ეგ რა ფეხბურთსაც მაშინ აიაქსი თამაშობდა ეს 20-22 წლის ბიჭებმა რაც გააკეთეს იუვენტუსთან ერიკი წააგეს მეორე წელს მაგრამ საუბრდება მე მაგ ფეხბურთზე გიჟდებოდი და მაგიტო გავხდი ბოდიში ბარსელონას გულშემატკივარი იმიტომ რომ ნახევარი თავისი კუმანია ისე რაზეც ხდება გული მართლა სერიოზულად გეუბნები რო აი ეს დინამო შენ როცა დაიბადე ის დინამო რო შენ ლაივად არ აგა გახმული რა ეხა კი იცი ყველაფერი და ნანახი გაქვს მაგრამ ეპიცები მართლა აი თუ ვითხოვებოდე რა ყიფიანი ჩემთვის არის ზიდანის დონეზე. აბა რა. თავის მიხონა ფიზიკა შეიძლება ჩამორჩებოდა ფიზიკა. არანაირი და თუ ტოტალური ფეხბურთი მე უფრო მოიხდა სიცრაფე მარტო ის მომენტი რომელიც ყველამ კარგად იცის ფინალში ამ დაძაბულობაში ესე რო უცებ ახბურთს რა ესეც გავა ვითომ რო არაფერი არ არის რა და ეს პასი ამ შოჩკით ქონდა ესე ასაული იყო ისეთი სიამოვნება იყო ეხლა უფრო აღვიქვა ვიდრე მაშინ როცა დავდიოდი თამაშებზე და ის რიტუალი მე და მამაშელი აგერ შარტავაზე რო ცხოვრობდით გაზეთი ზესუმზირა კაისად იყიდება ხო იცი და ხიძე და ბაზარ ვაგზალი ხიძე აი რო გადადიხარ ეგ ჩემ არ მავიწყდება ეხა ლივერპულის თამაში სკოლგების წვიმა რო გადაყარა ყველამ და 3 გრადა არა ნუ აი ფეხბურთი ამაზე სპორტზე მაგარი ემოცია არ არსებობს რასვა ბარგოთ მაგ ახლა წარმოიდგინე ჩემპიონთა თასი მოგებული იცი სხვათა შორის ხო და აი გულშემატკივრებზე რო თქვი ყველაზე კარგად ჩემთვის რა ანუ სადაც გულშემატკივრები როგორ აი თბილისელი კოლორიტი ტიპი როგორი იყო დასეირნება თბილისში ნახე ხო გაქვს კი კაცო ნოველების გარო შედგება რა იქ ვა ნოველა ერთ-ერთი და ბოლო ნოველა არის იმაზე რა ქვია დინამოს გულშემატკივარზე ის თამაშობს კაცო რა ქვია არაჩვეულებრივ გამოფენაში ლოტკიფანიძე ხო ლოტკიფანიძე და ბიჭო ეხა როგორი რაღაცა იცი წარმოიდგინე ტიპი და არარათთან როგორ თამაში და ზემოთ რო სომეხი გულშემატკივრები არის ეს რო ქვემოთ არის და ჭუბი რომ მოუვათ მე რო შერიგდებიან მე რესტორანში რო მეზობერტო რომ მიდის დილით ხო და დილით ისე მანეთი მომენტი აი იყო გულშემატკივარი რომელიც აი ფეხბურთით სუნთქავდა ფეხბურთი მაგიტომ აი ლათინოამერიკელებიც ეხა რო შეხედავ ხან გულის იმპაქტი მოდის ერთ ხან ბრაზილიაში არ გავა დღე რო ეგარ მოხდეს ფეხბურთი იყო რითიც ცხოვრობდით რა აი ის რო იყო კიდე რა ქვია აი ისო კიკაბიძე არ თამაშობდა ის
კიკალეიშვილი ოხესაშინელი ტელევიზორზე რო არის ტიპები რო იკრიბებიან ზემოთ დინამოსთან და იქ რაღაც მაზიანები რომ აი ხა ეს მაგალითად რას ვლაპარაკობთ რა მე და ეს ქართული მხატვრული სპორტული ფილმების ისა მაგ ეხლა სიბერეში ეთქობა ეს დამესყო რა ვიცი ხო მინდა რომ იყოს ნუ აი ბოლოს სადაც შენ ხარ ის იმაზე ყიფოზე გადაიღე ბავშვობიდან ხატრული ოღონდ რა და მაგარი იქნება რა სულია რა ეხლა სული არის მაგრამ უნდა სადოს რა ეხლა აი უცხოელების გადაღებული რაც გამოვიდა ყველაზე აი ესეთ საკაიფო რაც გამისწორდა კინა გინესი არა ლუდიან რატომ რა იყო ისე პელეზე რო გადაიღეს ეგ არა დავლობ შეგვიძლია ხო ერთი აი პელეზე რო გადაიღეს ხო რომ მივიდათქო რაღაცა ლიშნე ხო არ თქვი მეთქი მაგრამ არა კაია ცივი ერთი გახვალ მე და ყველაზე кайფასია ყველაზე საკაიფო ფასია აქ შეგიძლიათ მოხვიდეთ სენიორებებიც რო იცოდეთ ცეტა ილო კალათბურთები და ერთი კითხვა დაგისვა ჩიკაგო ჯორდანი დროინდელი თუ გოლდენ სტეიტი ჩიკაგო ჯორდანი დროინდელი მიუხედავად იმისა რომ კეიდი ჩემი საყვარელი კალათბურთელია და ანუ რა ქვია გოლდენში თან საოცარ ფორმაში იყო იმიტომ რომ სანამ აქილევს გაიწვიტავდა ის არის გოლდენი ანუ რომ თქვას ვინმე რომ ისტორიაში საუკეთესო გუნდი გოლდენია ვერ შევკამათები მაგრამ ვერცი შეიძლება ვერ შევმაკამათოს როცა ვიტყვი რომ ჩიკაგო ჩემთვის ეხა ჩემთვის არის ჯორდანი არის გოუთი ანუ ჯორდანის იქით ჩემთვის არის კეიდი უბრალოდ არანაკლები მგონია ინდივიდუალურად ტალანტის ფონდში მაგრამ სამწუხაროდ არ აქვს და სამწუხაროდ რა ანუ ჯორდანი მაგ შემთხვევაში ანუ უნიკალურია ანუ ეგეთი და კობი რა აი ამ ორს რაც ჰქონდათ ეს მამბა ეს ფსიქოპატები ანუ აი ჩვეულებრივი გიჟები იყვნენ ჯორდანს რო აი ხა რაღაცა იმაში რა ქვია კამათელი რო ეთამაშა იქაც ტიპი რა სანამ არ მოიგებდა აი ხო იქაც ჯორდანი ჩვეულებრივი გიჟის თვალებით იყურებოდა ტიპი როცა თამაშობდა რა მოგების ჟინი როგორ აი თან ჯორდანი ხო ის კლასიკოსი იყო შენ რო გადავა ხო იცის მარადონა რო ამბობ აი შენც ახლა მარადონა არ მყავდე ეგ არის შენც ახლა ჯორდანი არ მყავდა ყველაფერს თავი დაანებო პირველი ეგ ოლიმპოს იმაშია ტერმინები ხო არის რომ მესია პელე ხარ ისა პელე სხვა ჩვენს მაინც შემორჩენილია მაინც იძახიან პელე როგორ არა პელე მანქანა პელე აი რაღაც ყვარა ხარ რაღაც უდა ჟღერს თორე შეიძლება ისე ხვიჩა ხარ ნელ-ნელა უკვე რა ხვიჩა ხარ ყვარა ხარ აი ლუკა მაგალითად ნოდო ბიჭები თავის საქმეში ხვიჩები არიან კი ყვარაშელიები სეტანტა სეტეები ხარ ყველანი მიმა არ ვიცი წარმოგიდგენ რამ ხელა ეხა მე რო ფეხბურთს თამაშობდი მაგიტომაც გონია რომ ვისაც არ აქვს ნათამაშები ან შეხება არ ქონია ის ვერ მიხვდება რა წარმატება ის რასაც ხვიჩა აქვს ანუ აი შანსი არ არის იმიტომ რომ შენ თუ არ იცი იმ წარმატებისთვის რეები როგორი მინჭიც არ უნდა ქონდეს ვით უმეტეს ეხლა როცა ამ ხელა კონკურენცია მსოფლიოში რაც მანამდე და ახლა წარმოგიდგენ როგორი кайფია ხვიჩასთვისაც რომ მოდის და ვიღაც 10 წლის ბავშვი უკან ესაწერია და რეგიონში ბავშვები რომლებსაც აი ძალიან პრობლემები აქვს თქვა ხო და არაფერი ისეთი мотиваცია არ აქვს მამას უყურებს ისა რაღაცა და აი უცებ ხედავს რომ თუ მე ვივარჯიშე და მოვინდომე შეიძლება ამას მიაწოდო ხელშესახები გახადა აი მესის გასწორების ბავშვი პოლიეთილენის პარკზე რო ქონდა და ანუ ფეხბურთის ფენომენზე ვლაპარაკობ რა კი ეგა მამარდა რაღაცა ნაგავში ნაყო პარკი იპოვა ტიპმა და მე გამხელა როგორ გამოიყენეს ეს მე აი გამოიყენეს ცუდი სიტყვა მაგრამ გამოიყენეს რა ჩაიყვანეს ტიპი ჩას ეს მესის ნახა ანუ აი რისთვის იყო ეს გაკეთებული ხო ეს ამის ძალა ჩანს მოდა ხვიჩა გამოატრიალა იდო ყველაფერი ჩვენ ძალიან გახსნილად შეგვიძლია თქვა რომ მე მაგალითად ეხლა რა თქმა უნდა ბევრს აზრი ექნება მე მიმაჩნია მე 3 ოს შევიყვანდი ყველა დროის საუკეთესო ქართველებში კი ბატონო არა ეხა ისეთი წარმატება აქვს თუნდაც კარიერულად ეხა გინდა ტიტული გინდა ის დავიცადოთ ხვალდაზე ეგ მაგრამ ნუ არა ამ ეტაპზე ნახე რა არის ლეგასი ისეთი რამეა რომელიც უნდა შეჯამდეს როცა ადამიანი კარიერას მორჩება ხო იმიტომ რომ კარიერას რო მორჩება მე შეგვიძლია შევაფასოთ იმიტომ რომ არიან მაგალითად უნიჭიერესი ტიპები რომელსაც 3-4 წელი აქვს და მე იკარგებიან კინგლაძის შემთხვევა კინგ ლაძე იყო აბა მეფე იყო ანუ მანჩესტერში იყო მეფე დღემდე არის მაგრამ დისციპლინა დროცუდი დღემდე ყველაფერი რიგის ასები ჩემპიონობები ესენი მოეგო ყველაფერი იქნებოდა და ღვინის მაღაზია გახსნა გადაყოლილები არიან ყველა ჩარჩი ხდება ყოველთვის რა გამოკითხვაც გინდა კანტონა და ისინი ეგენის უკრავები არიან ხვდები ანუ რას პარალელს ვავლებ რა შენ წარმოგიდგენ დღემდე კანტონა მანჩესტერ იუნაიტედს თვითონ კანტონა გახსენდება ანუ ფრანგი სიტიზე კინგლაძე ელემენტარულად აიღე რა ეხა სპაის გელში რომ ემა იყო 90-იან წლებში იყო ლაპარაკი რომ კინგლაძე და ემა შეიძლება ერთად ეს ჩემთვის რა იყო კი რამდენს ბაზრო პრეტარის ჩემთვის იყო ეხა ბიჭო მაშინ სხვა დრო იყო აი მინდა რომ ახალი თაობის ტიპები ვინც ხართ ანუ
ისინი მიხვდეთ რას ნიშნავს ეგ იმ დროში. იმ დროში ეგ ნიშნავს იმას, რომ აი ხა ჩემი შვილი მაგალითად რა უფროსი გოგო 15 წლის არის Twitter-ზე რომ შევიდეს და დაელაპარაკოს ვიღაცას რომელიღა ლუიზიანაში ვიღაცას ხო? ანუ შეიძლება ვერც მიხვდე რომ ერთი საქართველოსთან არის ენის ბარიერი საერთოდ არა აქვს ინტერესებიც ერთი აქვს ამ ტექნოლოგიამ და იმან განაპირობა რომ ისიც იგივეს უყურებს ესეც იგივეს უყურებს და ჩემ დროს მე რო 15 წლის ვიყავ ვიღაცა ტეხასი და რო ჩამოსულიყო მე ვიქნებოდი ისე აკუნა ჰათე მაგათე ბადა ხოხტები კოკაკოლა რო ენახა შეიძლება ესე ანუ ვაფსუ სხვადასხვა ტალღაზე ისე ყველაზე პელე ნიუსი გითხრა გული რო წავა ხო იმას კოკა არ ფილმია კოკაკოლას ვოჟდიროა და რო გადავარდო ეს რა თქმა რა ფილმია ეს რა ქვია მოსტაცი და გაიქე ყველაზე პელე ის გითხრა ნიუსი ბეკემარო შერატ იმაში რა აბა იგი წავა და სხვა ისო რაცა და ვიქტორია რო შერატონში თუ სადღაც გაიცნო ეგრევე გადავშალე ვიქტორია მართლა აქ ნახა პირველად როგორ თამბობი ეგ ისტორია ამბობასიმა რა შემოვიდა იანგინასაც ახლა ქორწილი გადახდები ეს რა დიდი ხანი მაგრამ მოსტაცე და გაიქე როცა Spice Girls იყო ახალი გაჩაღი ამიტომ ალბათობა იმისი რომ ბეკემს კლიპი ენახა და თან ძალიან ხوارი რომ შევა მანამდე მოკრათვალია რაღაც და აი იმენა შერატონში შეიძლება შეუყვარდა ხო მაგრამ ეგეთი არის ეს შეყვარა ერთი ნახეთ რომ ვიდეო კლიპი და რომ შეგიყვარდა ფაქტია და ბელაზე სიგიჟი არის ის როგორც იყო მოწოდებული ხო ბეკემის ციტატა რო იყო რომ როგორც იყვენ იგი წავა და სხვა მოვა ამას რომ ბეკემი იწა სხვათა შორის აი სათაური იყო პირველ რიგში მე იცი რა მაქვს მოსმენილი ინკლაძე სათაური იცი ერთხელ გაზეთო რა დაწერა ეგრე დაბრედვა ინკლაძე უკვე პორცმუტელიაო ეს დაახლოებით იმას ნონა გაფრინდაშვილზე რო თქვეს და შემდეგ 42-ე სვლაზე ნონამ კუებით კომენტატორი გამიკავდა კარგი დღეს რა გჭირს ხამპახები კისერი წარბები გწვივა უკვე პორცმუტელია დარწმუნებული ვარ იმის არც უკაიფია ჩვეთში დაწერა ხო და არიცოდა რა საკეთებდა ის ერთ-ერთ კომენტატორს იცი რა აქვს დათქვა მე ძალიან საკონკრეტ რა ძველი თაობის რომ უნგრეთთან წაგებული გვაქვს გასვლაზე რა 4-1 და თბილისში უკვე 3-1 გავხადეთ და მიდის რევანსზე და ეს იცით რა არისო შარშან წინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყული წენაო ისე საყვარლო აი გამახსენდა შენათქვი რა აგონციციაში დაავიწყდა ძველი ეგანს დაავიწყდა ძველი ქართული ანდაზა რაც მოგივა დავითო ყველას თავი აუ იცი რა უნდა კითხო რა მაგარი ანდაზები დესინი გვაქვს კი აი შეაყარე კედელს წერცვი დაჰკარდი მას ხმალი არ დააჭდა ყვალი სტოვანის ძველი რაღაცია კი აბა ამაწოვა წინაზე ვაისი მეთქი ხელი მაისო ყველა ფეხბურთელზე რაღაცა ფენომენია ეს შეგირია 10 აი ეს სხვათა შორის ერთ რამეს ძალიან უფასებ აი ხა დღეს რამოდენიმეჯერ რო კაცი რომ ის ლაპარაკობს ვახსენე აუ მაგარი ეგ ხადაოდი გიორგი კალათბურთის ის რო არის რა ქვია კომენტატორი გიორგი ნაფნაფა ზურაბიშვილი გიორგი ზურაბიშვილი ხადაოდი ეს ვინ არის გალინარი მეტროდელისი ელისი იმ დროს ამაზე ვღადავდი რომ მემანერულებოდა რომ მეთქვი აი რა ეხლა იმიტომ რომ ჩვენ ხარ ვიყავი ხალხი შორდა ძალიან კოპი პეისტია მეთქვი ვიზახი აქეთა გადმოსახედიდან ეხლა კი არა მაგრამ დაიწყო ბიჭო დედასპიცა ვარ აი ისე ვაფასებ მაგტივს რომ იმ დროს როცა ჩვენ თვის უში ეგრე არ ხდება ეხლა უკვე ყველაფერი ნაცნობია ხო ხდები ეგ სტანდარტად დამკვიდრდა გიორგი ზურაბიშვილი იყო პირველი ტიპი რომელმაც ესეთი მცდელობა ქონდა თან მithumetes NBA შოუც არის ხო და ამიტომ ეს ვინ არის გალინარი და რაღაცა ამიტომ ეხლა ძალიან ვაფასებ თუ ეხა გვიყურებს თავის დროზე როგორც ვიცი ნაწყენი იყო იმიტომ რომ ჩემ მამიდაშვილის მეგობარი იყო მაგრამ იმიტომ კი რომ ნაწყენი იყო კაცო რო თვლიდე რომ ეგრე არის ეხაც იგივეს ვიტყოდი მაგრამ ხო არა ეწყინა რაღაცა გაუტყდეთ არა უშავ მაგრამ ეგ არ არის კაი რო დედასპიცა რა აი ქეთა გადმოსახედიდან აი ტიპს ძალიან ვაფასებ რა იმიტომ რომ ანუ ისეთი რაღაცები შემოიტანა რა მაგარი ქონდა შენის რომ წარმოვიდგინო ეხლა ლივერპულის გასახდელშიო ინგლისურად რო ეგ როგორი პონტია იცი ის ფათაშორის ეხლა ბეკემი რო ავიღოთ აი ჩვენ ძალიან მეცინება ხოლმე მაშინ სულ მაგას ვეუბნები ვაკელი სნობი ტიპები რო იყვნენ და აქ რო დაცინოდნენ ესოფლელი ისოფლელი და ამ დროს რო გიждდებოდნენ ბეკემზე იმიტომ რომ რა სვეცკა რაღაც ამ დროს აი ბეკემს რო მოусმინო ხო აი ბრიტანელისთვის ბეკემი არის რომ რავი აი ინტერვიუ რო იყოს რავი ხო ალოით მე ვიგებ ხალხი მანჩესტერია რავი ფერგიუსონი რაღაცა უსტამოკა გეგეთ სიმონ გავალ და მე ვიგებ აი დემიჯერიც სიმონ რაღაცა ტურამი შეგეცია და მე ნაკრებში მაგ კიდო სათან ანუ ეგ არის ბეკემი ბრიტანელებისთვის
და იმაზე მეცინებოდა სულ რომ ანუ რეალურად ჩვენ ვაკელებსაც ცოდნოდათ მისი დიალი ოღონდ განსხვავება ისაა რომ ბრიტანეთში ეგ ითვლება სიმდიდრე ანუ რომ კი კაცო კუთხურობა ისტორია ჩვენი სიმდიდრე მე ყველაზე მეტად აი თვითონ ჟერარდის შეფასება მევასებოდა რომ ვაკეთებდი რა ჟერარდი რო დაინახავს კეცბა რო ესე ებაზრება ინგლისურად ო ყველაზე პელე რა ძალიან მაგარი იყო ეგ ფეხბურთი რამ ხელა აი გასვლით ამბებზე მითხარი შეხვედრებს იმიტომ რომ ნახე მაშინ შენ როგორც მოყევი კონცერტთან თამაში და პირველი წასვლა და რა პერიოდის თბილისიდან გადიხარ თან yes გაპარვები და ისინი მოყევი იყო აუ რა იყო არჩე ჯეს თელი სიგიჟე რა იყო აი თქვა ვარჯიში გქონდა მე რითიც ახლა რაღაცა თქვა რო გითხ ჩემზე ბევრად უფრო ნიჭიერი ტიპები იყო აი ერთი ფერეკლე მერაბაშვილი იყო ცაცია იყო დაბალი დედასფის ავარტებს არც დისციპლინა ქონდა, არც არაფერი არ ქონდა, აყავლილი იყო რაღაცა. თან ხო იცი მაგ დროს ბიჭობა რაღაცა აფციაური. თორნიკეტი არა მარტო. ძმა. ვისი ორი ვიცი კაცო. მე ძმაო, აი ეგეთი საყრდენი, მაგხელა IQ-ით, მაგხელა ინტელექტით, მაგხელა ტექნიკით, წარმოიდგინე ბიჭო, კაცს ვაკის პარკში აკითხავდნენ ხოლმე, რო არ მიდიოდა იქ იფიანი და ვიღაცები რო აი წამო. დიდესი მომავალი, იმიტომ რომ ეგეთი IQ, ეგეთი აი დაჟე მინი ფეხბურთშიც იგრძნობოდა ხოლმე რა. იმხელა ტალანტები ყავდა და მე ხო გეუბნები ჩემზე ბევრად ნიჭიერი ტიპებიც ყოფილა, რომელსაც ნუ აი დააბრეხვა. მე უფრო მეტად მოვიპოვე შრომით და წვალებით. არც ოჯახს უნდა და ჩემ ფეხბურთის თამაში იქით რაღაც 1-2 ჯერ კიდე ავტორიტეტი. შეწყობა არ ქონდა რა. არა, იმიტომ რომ ერთხელ ერთი ავტორიტეტი მოვიდა ჩვენთან რა, ჩვენი მეზობელი იყო და უთხრა მამაჩემს რომ ხო ხედავო ყველას რაღაცა და მე მამაჩემა მე მთელი ცხოვრება სისხლი უნდა გწოვონო და უარი უთხრა, მაგრამ ანუ ეხა სულ ნანო მეთქი გეთქვა რა კი რა იცი რა და მე რამე სიზავი. მაგრამ რა არის იცი მანდ მარტო ეგ არ ყოფილა. მე უკვე როცა რაღაცებს მივახციე, ჩემი აზრით მაინც აი ხელოვანი ტიპები გავიცანი ამანაც თავის. მოტივატორი გვერდში ამყავდა, რომელიც მეტყოდა რომ არ დანებდე გააგზელებ. ჭირდება ერთი ტიპი მაინც მოდი ერთი რაღაცა რა, გულწრფელად მაგთავობიდან, შენ დროიდან ვინ თამაშია? ბიჭო კიდე რა არის? ნახე, ვერ ითამაშები ერთი, მაგრამ ნახე როგორ მოქმედებს შენ ფსიქიკაზე, გაიფრო. მიდიხარ სიმჯებზე. და იცი რომ 5000 არის სტავკა. ყველა ვიცით ეს, აი ყველა მიცის და შენ უნდა 2ჯერ და 3ჯერ უფრო მაგარი უნდა იყოს თუ 4ჯერ არა. იმისათვის რომ შენ სადღაც მე ძირითადში მოხდე ან საერთოდ გუნდში არ მოდი მაგრამ არ დატოვებენ მაინც რა. ხუთე მაგარით რო ყოფილიყავი შეიძლება. ეზარალა გუნდს და თავისთავად დაეზარალებენ, მაგრამ არა ეყვანე ძმაო. მე მაინტერესებს გაპარვები შენსე არის და გაპარვებსაც შეეხება. ეგ იყო აი როგორი რაღაცა იყო ეს. ჯერ საერთოდ ჯანი რო ჩამოვიდა, აი დედასპიცა ორ ტიპი იყო შოქში. კაცოს ეგეთი მორკინალი იყო სასტუმრო. მორკინალში რომ მქონდა ხომ ეს ბორები და რაღაცა. ტიპი მოვიდა და ეხლა რას უყურებს? ხო, და მორკინალს უყურებს ეხლა რა შემოვიდა ის არის და თამაშების წინ ერთ-ერთი იშვიათი გუნდი ვიყავით, ალბათ 3 გუნდს ქონდა მაგის საშუალება, რომ თამაშის წინ ქონოდა ბორები. ხო. და იქ რო ვიყავით, ანუ პირველი კვება რო იყო, ჩამოვიდა ტიპი და ხედავს, რომ ლიმონათი ისინი შვედსკი სტოლს რო ეძახდნენ შვედური თემა, ეს ის დაიდე რამდენიც გინდა, ულიმინტუა და ჭამ ჩვენ რა იქ რაღაც რეჟიმი ჯანი როგორი ტიპი იყო, იცი რომ 4 ენაზე გებაზრებდა. კარგის და ხო რო ბრაზდებოდა ძალიან ეკეტებოდა და იტალიურად ბაზრობდა, სანამ გაჭედავდა მანამდე ქართული, რუსული და ინგლისური. ანუ ტიპი ჩვენი ვარჯიში წყებოდა ესე რომ сейчас, наверное, дзунძული later stretching და მე თუ იტყოდი რომ იქ ბარო მეძახდა ხომ ბეროს პონჩენ ბარო და era piccolo cazzo ეხა აღარ ვიტყვი ეგ რას ნიშნავს piccolo cazzo tu dirama se va ci razza davvero ბრაზდებოდა ხომ ეგ პატარა ხო ეგ პატარა ჭუჭუ ესე piccolo cazzo მაგრამ თელი სიყვარულით იმიტომ რომ მისი ფავორიტი ვიყავ ეხა ეგ პატრონობდა რა მაგის გარდა სხვათა შორის ჯანისა ბევრჯერ მაგ მოყოლი ნათქვამი რომ eta mafia no Sicilia, eta mafia è la Gruzia. იმიტომ რომ ვიღაცები ურეკადრენ რომ დაუყენებ ახლა მაგიროა თუწუნა. და ტექნიკაში და იქიდან ლამაზად ყველაფერი პერსიკიო და ეს ხო ხდები გიждდებოდა. ანუ ამას ქონდა 3 კაცის დაყენების პონტი და 11 კაცი და დანარჩენი კვოტა იყო რა, ვიღაცა ისა, იქ რუსთავის აზოტის შვილი უნდა იყოს. აქ ეს უნდა, მაგრამ ერთი იმას ვიტყვი რომ ვიჯორჯია სხვათა შორის მაგ მხრივ ერთ-ერთი ისეთი გუნდი იყო, სადაც ყველაზე ნაკლებად ეგ ხდებოდა რა. მე ძალიან დიდ პატივს მაგუნ ზოგადად ის თავის ისტორიით და ყველაფერი ხაცემ რაც მოახერხა ძალიან მიკროში მაგარელია. მაგრამ სიგიჟების და გაპარვებსაც შეეხება კიდე საფრანგეთში რო ვიყავით, მაგალითად სპეციალურად იკაიფე ისეთ ადგილას იმას გვიქნეს, გაგვამწესეს, რომელიც იყო მოტელი და იყო ჰაივეიზე რა. ანუ აი ეგეთი ვერ მაინც გაიპარნეთ, მე არ გავპარვებ, მაგრამ მაინც გაიპარნეთ. მან კიდე ერთი რამე გამახსენდა რა, რომ ისეთი ავსტრიაში რომ თამაშობდი დრიტთან,
ეხლა ფეხბურთელებზე ხო ის იმიჯი იყო რომ ან ენები არა და განათლება რაღაცა მე რაღაცა მივდივარ და ეს პაროდიის იმიჯი მქონდა მაგრამ ეხლა მამაჩემი გერმანისტია და მე 6 მაქვს დამთავრებული ანუ გერმანული იმდონეზე ვიცოდი რომ ავსტრიელთან მებაზრ და შუა თამაშის დროს ი გახურება რაღაცა და მეკარეს ვებაზრები ეხლა ვითომ ყურადღება საერთოდ ყურნე თან ფანში კლასი რაღაცებს ვეუნები ეხლა არც მახსოვს რას მაგრამ მაშინ კარგად და ისიც ოშფაიტინგ და ეს დაინახა გურავ შენ გერმანული მე ვთხარი რაღაცა ხა მინდა რომ მაგით მოაწონო ხედავ შენ ფოცხო როგორი გერმანული რა წავდა და $50 მაჩუკა რა და ეს ვა მე ბიჭო საფრანგეთში ვარ იქ ვიღაცა ტიპია კაროჩი გამოდის ბრიტანელი რო იყო შერლოკის და ვოტსონის ქუდი ახურავს რაღაცა ის ბრიტანელი თავისნაირი ძაღლი ყავს და რაღაცებს ბაზრობდა და მეც I block in best is when you're going down like in Georgia mountains it's never beyond like that and blah 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 და ხო ხდები ამასაც ხედავს შენ ხედავ კაროჩე კიდე ფული მომცა მე ხედავს რომ იქ ვიღაცა ერთი გოგო იყო რა ძალიან მომეწონა ბარმენი გოგო იყო აი დიჟდებიან ფრანგ გოგოებზე ბომ რაღაცა და იქ დგას და ეს ლე მაპუტა ეხა მე არ ვიცი ეხა ეს არც ინგლისური არ ვიცოდი ეხა იმ ტიპს პოსტა მაგრამ ამ გოგოსთანაც ეხა მივდედი ეს ლე მუტ ლე პროჟე ეკ ლარჟონ სულ ლე მაპუ პრონე ნო დე ლე პოატ რაღაცა და ეხა ამასაც გონია რომ ის გოგო ესე მიკეთებდა მაგრამ ანუ ამას გონია რომ ვიცი აუ შენ იჭერდი ხომ მომენტს რო ყოფილი $50 რა ხდება ჩვენი ბოლო დღეა ისედაც გაიგეს რომ ვიღაცები გაიპარნენ ბოლო დღეა უკვე ვიჯორჯი ჩებით რა მოვჭა ტუასთან წავაგეთ უნდა დავბრუნდეთ საქართველოში ბოლო დღეს ბორებიდან და უნდა წამოთ ახლა დილა რაღაცა ხმაური მესმის რა იქიდან ეროშვილი სად არის თუ რაღაცა ბა მეთქი ბიჭო რამე ხوار დავაშევ ახლა რა ხდება თელ გუნდს და განსაკუთრებით გუნდის ადმინისტრაციას მთელი ღამე უყურებია პორნოების იყო საკაბელო რა და ფასიანი რო იყო ვერ მიხვდნენ და რო გადარხეს იგი დაეწერა რო იცოდეს გადაიხდით და ეხა დილაა და გურამას ანუ პრეზიდენტის გარდა ყველასთან ახლა ეს გურამა ცოტა ისეთი ტიპი იყო რატო არის კაც მე ვერ €4000 საიდან რაღაცა ბეროშოს დაუძახეთ რატო ის ფრანგულად ბაზრობდა მე დავიმალე მე თქვი ხარ დავიწვარო არ ვიცი ენა რა ეხა ხუთები იქიდან არ მთელი გუნდი კაროჩე და გაირკვა რომ თურმე მისი გარემოცი და გუნდის უპროსი გუნდის ისა ყველა ჩამჯდა რა ამ პრობლემებზე ხა ისეთ თემა ჩვენც უყურეთ კაცო არა ხა ეს არიცი როცა არიცი გონია რომ შეუძლია დააჭერო ოკეის და მე და მიდის რა და სენიორებო გიწეს აი ესეთი დღესასწაული ხო და იქიდან გაიპარნენ 30 კილომეტრი იყო ძმაო და წავიდნენ და იქ მთელი ღამე იგულავეს მაინც ვერ გააჩერეს ქართულს ვერ გააჩერებს ჩვენ ვიმყოფებით ბილი ბერკის ირლანდიულ პაბში აი ეს პირველად ხდება რომ მე და დიმა გაგვაჩუმა მაქსიმალურად ისე რა ესე უნდა იყოს თომარი უნდა არა ხო მაგრამ ისეთი მაგარი ისტორიებია რომ ისეთი მაგარი ისტორიებია რომ არც გინდა რომ შეაწყვეტინოს რა და ამიტომ მობძანდით სეტანტა სეტე 77 ნომერში კოსტავა 77 ნომერში და აი ეს ფოხლები და გებრიელობები დახდება. აუ ეგ ძალიან მაგარი იყო და ერთი ფეხბურთელი იყო, იმასაც არ მიტყვი, გაუტყდება. აი ხო, შეჩემ თქვი, არა გაუტყდება. მე ტიპები, აი შენ იტყვი უსჩაჭო. გააჩნია რას. ეხლა მაგაზე უარ. თუ მივხვდი დავასახელე. მაგაზე უარ ეს ხო? ანუ შეკრებაზე ვარ თო რა და ისეთ სასტუმროში შევედითო რაღაც სულწმენები ხო იცი რიტუალები ფეხბურთელი ხარ ეხლა კი იცი მუღამები და დავჭი წინა თამაში მოგებული გვაქვსო და ატყდა უწრთნელი არაო ისე მაგ სასტუმროში უნდა ვიყოთო რა შევედითო კატასტროფა სასტუმროა ქვემოთ კალონკა და ზემოთ რა პენსიის გასაბართ სადგური და ზემოთ ოთახები და თუ წევართო რა ბაღლინჯოები ბენზინის სუნი კატასტროფა ხო და წამწოლილი ვარ ტელევიზორი მარტო თურქულ რაღაცა ორ არხს აჩვენებს და კუნესა ის გადმობრუნდი ახლა აქანა ასე დადექი რაკამ რაღაცები ის გავგიჟდე გვერდზე ბორდელი იყო აუ ქართული იყო შესული ჩვენთვის ეგ როგორი ჩვეულებრივი პონტა ოღონდ ფეხბურთელი არ იყო შესული ფეხბურთელი მაგარი ჩვენ ძმაო იპოდრომზე რომ ვარჯიშობდით ხომ ჩვენი კოლეგები ინტერესთვის სხვა უძველესი პროფესია წარმომადგენლები იყვნენ იქ. ანუ ჩვენ როცა იპოდრომი ის ცნობილი ჩვენ მამაში ხონებული კაცო კოლორიტი იყო თქო. აროჩე ესე დავრბოდით ხომ 5 წელი. აი გოგირდით აბანო. ხო და მე ამ 5 წელს რო იპოდრომს დავარტყავდით შევდიოდით აბანოში. გოგირდებში კი. გოგირდებში აქეთ ჩვენ ვიყავით. ჩვენ ეხა მათთან არ ვიყავით გოგონებთან რა. ბოზებთან. ეგრევე ზავით ახლა მაშინა. კი, ხო და მაგრამ იქით როსკიპები იქით თავისი საქმე ქონდათ კიდე. ამიტომ ჩვენ რაღაც ერთმანეთს ძალიან კოლეგიალური ისეთი გამარჯობა განო ის შევედიოდით იქ ის რაღაც. და პროსტა ისევით გვეძებეთ შოულობდით ჩვენ ჩვენ როცა ვიყავით და შიგნით ცხელიმებს რაღაცა ვიყავ ბანავდით გოგირდის. იქიდან როგორ გესმოდა იცი?
როგორი ხმები გამოდედეს, აი მოცარტის. აი, უკვე ისეთ აი ძალიან ინდივიდუალური გამოხატა იმაში რეაბილიტაციაში ვარ აი ეგეთი ხმები გამოდიოდა თავი გეგმება და კონსერვატორია აი ეს იცოდრე ხოლმე რა პირველი ადრეთან ვინც გაფრინდებოდა სასვარგარეთ ის მაგაცი მოგვიდა დიდი სილამაზე არ იყო აშებში იყავი აშე აბარა რომ პირველად რომ იფიჭო არ დაგიწყე და მაგრა იპარება კიდე ერთი გორელი ისა რა ქვია გუნდე ხო თელი ღამე ძმაო თავის სექსუალურ ფანტაზიებს მიწვებოდა ვიღაცა ნათია თუ ვიღაცა იყო და კაროჩე ქონა აი ძმაო მართლა გეუბნები გამოყვანინა იმ ვაშლებში მამა თხნეინა იცი როგორ უზავდი ჯერ გადამოვყენი რა ხო და ამას სამას თელი ღამე ძმაო მაგრა ეკიდა პარიზიც მაგრამ ეკიდა ვეუნები წამო ეიფელზე მეთქი და მაიცა თუ მაგარ ჯინსი მაქვს აყიდენი რაღაცა ხო და იცი რა აი იპარებაც ხო იცოდი ერთ-ერთი რომ მიდიხარ ჩამომიტანე რამე მაგიტომ ამბობ რა აი ხვიჩაზე რომ აბაგარ ხო გახსოვთ ოქრიაშვილზეც ეხა როგორ იყო რა ქეცბაია იძახდა რომ აეროპორტში დავხვდით და ტიპი არ არის ისინი იძახდნენ რომ ჩვენ ჩავსვით თვითბინავში ნამდვილად ეს იძახი ჩვენ დავხვდით და ჰაერში ხო არ გაკრებოდ ანუ მე მინდა ყველამ კარგად გეკეთოს რას ნიშნავს როცა შენ ანუ აი ესეთი მილიონები გაქვს შენი ფსიქიკა და შენი ანუ როგორ იცვე და რამხელა გამოწვევის წინაშე დგახარ რეალურად ანუ როგორი პონტი იცი როცა განცდა რომ შენ რო დღესაც კი შეიშვა ფეხბურთს მთელი დარჩენილი შენი ცხოვრება არაფერი პრობლემა შეგექმნება და ამის ფონზე მაინც ვითარდები ვარჯიშობ ეხლა ხოხტები ხარ აი ეგ არის მაგას რო ამბობ თავში მოგდის მესი თავში მოგდის რონალდო ჯორდანი სტეფი მაგით გაქაშა ფულის გამო ერთი ფული არავის არასოდეს არ აწყდეს ამდენიც არ უნდა კონდეს მაგრამ ეს ტიპები ხა ისეთი სამაგალითო ტიპები არიან ძმაო რა ვიცი ხა ზოხსის მაგრამ მარტო საქართველოში არის ხო ის რო გაიგებ ეს იყლია რონალდო ყლია მაგან ვერ გაიგებ იმიტომ რომ მაგ სიტყვას არავინ არ ეძახის შეიძლება თქვა რომ იმას გულშემატკივრობ სხვა გუნდს თორე ეგ როგორ უნდა თქვა ბიჭო ეგ ის პონტია რა მამა შემოყვებოდა ხომ სოფელში რო ტიპი იყო ის ასტრა რო აი ისე ბიჭოკი როა გაღებული ნაპოლი და ეწეოდაო და იძახა რა ой მათ ხო არ მარა იგანმა აი პონტია რა მესი მაგიტომ ათლეტი რომელთა ამ შემთხვევაში ხვიჩას ამბავით რომ 4 0-ზე უკან ჩარბის და მას აკეთებს პოდკასტს თემა არის ის რომ მაგ ანუ მე არ ვიცი მე ხვიჩაზე არ მარტო საფეხბურთო იმითი არ ვარ აფთოვანებული ერთი ანუ რაც მიყვარს არის ის რომ მართლა შემოიტანა ამ რაღაცას ძალიან სქემატურ ფეხბურთში და ძალიან ისეთი რაღაცა დაწყობილ ეს რაღაცა შემოქმედებითო არის მე ხო არ ვიცი მაგას მარტო ტიერიანის ერთ-ერთი რამდენი ფეხბურთელია და როგორც ახასიათებია დეტალურად გაარჩია ტიპლად ხო არ არის ფიზიკურად როგორი მომზად ჩვენ ყოველთვის ქონდა ფიზიკის პრობლემა ტექნიკა ყოველთვის ქონდა ამიტომაც იყო რომ ჩვენი საფეხბურთო ხო ჩვენი უკნიდან რო შეხედა კომპიუტერში რო აკეთებენ ტიპას ის გეგონება ხო და ამიტომ თუნდაც მაგიტო ანუ ერთ-ერთი მიზეზი კიდე რატომაც ვაფასებ არის ის რომ არ როგორ თქვა ანუ არ დაყაბულდა იმ რაღაცა მიღწევებს არ აუარდა თავში და ყოველდღე საკუთარ თავზე მუშაობს აქ ონლაინ რაღაცა გაკვეთილები თქვა იგივე რომ მედიტაციის კუთხით მენტალური იცი რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს და როგორი მნიშვნელოვანია რომ გუნდში მაგიტომაც არის NBA-ში რა ყავ თავიანთი ფსიქოლოგები რომლებიც შენ ანუ ამას ვერ გავიგებ ტიპები რომლებიც რომ 20 რამდენის არის ხა ზუსტად 24 წლის ბიჭს რომელსაც ამხელა ფული არის პარიზში გამოგებული ანუ ძალიან რთულია რომ ანუ მაგას თან ვით უმეტეს იმ წნეხებზე რომელზეც შენ ამბობდი აი ურთულესი არის როგორც ფეხბურთელმა როგორც ახალგაზრდამ გააგრძელო ცხოვრება ისე რომ არის საჭკაო როგორც ვიტყოდი თამაში ესა მეტი რა გავაკეთო ეგ არის ძალიან მაგარი უნდა იყო რა და აი ლუის ენრიკესის მისი საუბარი ამიტომაც არის რომ აქ ის პატივისცემა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ანუ რა ხელა რომაც მაგაში დევს ბიჭო ჩვენ რა მაგარი მე იგი ვარს მიშვება მალეტი რო კაცო დაუძახა ხო გახსოვს შარსა ნიაპოლში იყო და რო შეუვარდეს მალეტისა დევის ტრაკი რო აგინე ქართული შრიფტით ეხა ენრიკე რატო გაიყვანეო ეხა ილო მაგარი ხალხი რა ქვია სპალეტი რასაც ჩალიჩობდა იყო მხოლოდ ის რომ პარა უკეთესი გამხდარიყო ანუ ძალიან მაგარი სკოლა გაიგო აუ ესე ნიაპოლში სხვანაირი იყო მაინც ახო და სხვათა შორის სხვანაირი იყო ერთ რამეს გეტყვი რახან ნალჩიკის სპარტაკში მაქვს ნათამაშები ანუ ჩემთვის რაც იყო იქ იყო ის რომ რუსეთში არის ძალიან ფიზიკური ფეხბურთი მაშინაც ეგრე იყო მე ხარ ვიცი როგორ არის მაგრამ ძალიან ფიზიკური ფეხბურთი ანუ მე რაც მქონდა ეს იყო გამძლეობა ეს იყო სისწრაფე მერე და მერე უკვე სხვა რაღაცებიც ვისწავლე
მაგრამ მე რო იქ დავრბოდი, ხო, მე აქაც განსაკუთრებული ვიყავი ფიზმომზადების კუთხით და იქაც რო დავრბოდი და რომ ნახე იქ როგორ ემზადებიან ფიზიკაში. მოედანზე გჩეხავე, აი პირდაპირ გაგებით გჩეხავე. ამიტომ ჯერ ეგრო გაიარა და ეგეთი ფიზიკური ფეხბურთი ნახა. შემდეგ იტალიაში ურთულესი არის მაგდონის წარმატების მიღწევა. სერიაში პირველ სეზონში ერთეულებს აქვს, მაგრამ და ეგ არის რა, ერთეულებს. ურთულესი სათამაშოა იტალიაში. ეგეთი დაცვის წინააღმდეგ ვითომ ეს ეგეთი შემოქმედება. ილო, ჩამოსული იყო ერთხელ. რუბიში იყო მაშინ. რაღაცა გავწერეთ და შევხვდი და უთხარი რომ მივხვდი კაცი რომ მიდიხარ მეთქი გირდყავე მეჭო. მე არ შემიძლია ხანაერად. ხო, არა. არა, შეშის მომენტი არ ხონდა. ეხლა აი დავაკაკუნებ. სამჯერ ვერ საფსევენ. ნუ ფეხები ისე გაუხდა უკვე რა. ილო რა ქვია გასახდელში რა დაფაზე რო ხსნი და ჯანი კარნევალი ფეხბურთელები როგორ იგებდნენ ხოლმე ბიჭო აი ხო გეუბნება ოთხენაზე იწყებოდა რა რაღაცა ბატო მე და ამია თუ უთი რაღაცა ჩემს და რაღაცა თუ ჩვენ მაინც ხდებოდით და ხან ემით ხან ფეხი მაგას გეტყვით მაგისას უფრო ვიგებდით ოთხენაზე ვიდრე ჩვენი ერთ-ერთი მწველი იყო ხორცკომბინატის დირექტორი ადრე 4 კაცი ძმაო ალეწა მარტო იმის გამო რომ მე გამიგე ახლა ვიპოვე ახალი მეთოდი ესე აკეთებდა ხოლმე რითიც უნდა გააკეთო გაწევო და პლეიოფები გვაქვს წარმოვიდგინე და მელქაძე მეტრეველი და კი ნოზაძეს მგონი და სულ 4 ფეხბურთელი ზემოდან დაადგა და ესო ახალი მეთოდიაო და გაწო ტიპები რა 4 კაცი ძმაო პლეიოფების წინ ალეცა ანუ ერთს ეს გაუჭიმა მე ვიყო თავის ჭყვით რა დაადგა ეხლა როგორ დროში ცხოვრობდით იცი რომ თამაში რო ქონდა შუაში ხო არის ანუ ტაიმებს შორის 15 წუთიანის და გვიყვებოდა ღორის ყვერები. ანუ კაცი ეხლა გამიგე ღორის ყვეს. აი როგორი ვნებით. ღორის კოპი დელიკატესია გამიგე. ჩამოჭრი გამიგე. ამას დადებ და ამებზე ბაზროდით ხოლმე. კიდე ერთი მცველი იყო მერაბ კოჭლაშვილი და ის მონებოდა ხოლმე. ვიჯორჯიაში დიდი ხანია ესე აკეთებდა ესე და ესეთი დადიოდა ხოლმე. არ ვებასებოდი მაგის გამო. არ ძალიან უყვარდა, მაგრამ ერთხელ გაუტეხე რაღაცაში, იმიტომ რომ მითხარო თესეულში დარჩია და მაინც ვიჯორჯიაში გადავედი, მე მაგას დაგრუზული იყო. ესე იდგა ხოლმე და გვეუბნებოდა ეგეთ ფრაზას. და ვაი ხა შეხვალ და თამაშის მერე 2 კილო ხორცი უნდა მანახო უცებზე რა. მოგალიყოდო. ანუ დაჩეხე რა თუ 2 კილო ხორცი არ გაქო აქო შიპოვკებზე არ დამენა. ზურამ რა გააკეთა იცი აფხაზეთში ნაომარი კაცი იყო და სამხედრო ის ქონა და ვიჯორჯიას დროშაზე ფიცი დაგვადებინა ძმაო. ოღონდ საქართველოს ვიჯორჯიათი იყო შეცვლილი. მაგ დროში ვართ ეხლა ეს თაიში კინაღამ აი ავტობუს ქვები და ისეთი სიგიჟეები ხდებოდა. და ეს არის შეწირული ილო გეცოდინება ესეთი რჩევები კორღალიძე მარხნა ეგა. ხო ესეთი რჩევები მოგისმენია აი როგორ ის რო არის რა ქვია ერთ-ერთ თუნაძე რა რომ ჩააწოდე და იმა ქენი და ეგეთი აუ ეგ ზუზუაშვილის ის რო იყო ხო აკანე ესე გავიდო და 5 წუთით მოვიდა და მე დაწყდა აკანე პორომოშკა კი არა და იქ თუ დუოთ მეიღებს კრაიზი და ჩოუგდებს პორომოშკა დაარტყავს თავს და გეიდან პორომოშკა მოგეიდან ანუ ეგ თავით უნდა გაეტანა ასლაპარაკიც ანუ ეგ ვოვა ელოშვილიც ეხა მაგიტო ამბობ რომ ეხლანდელი ბავშვების სხვა არის ეხა რო ვიღაცა მწვანმა შეაგინოს და რაღაცა მაგაზე მთელი ამბავი მოხდება ჩვენთან როგორ იყო იცი რომ სუბეუნებოდა ვოვა რა ასიცი ნორჩესტი ყავდა ამ ნორჩესი ჩაქვსავდა და ვაკეში მიცხოვროდით დაგვარიგებდა ხოლმე სახში და სტალინის დიდი ისეთი ფოტო ქონდა და რო ჩავჯდებოდით აკაცი მე კარეთ დაგვარიგებდა და გზაში გონა ეს ვაკელები რა დაყალე ხარი რო აკაცო კარგმა ბრიჩაგივით ფეხები გაიუბანავრო და რებს გვაგინება ის ანუ მოსული იყო მაგრამ თა როგორი პონტი იყო ის ძნება არ წინდა იმიტომ რომ იმ გაჭირებაში იმ ბედულებაში ამ ხელა კაცი ახლა ლეგენდა იყო მოდიოდა გავარჯიშებდა შვილივით უყვარდა აი ისო ხალები გაკ ავსტრალიის დროში სწოვით ეხლა გამახსენდა ბიჭო ვაფშე არაფერი არ მახსოვს იმ დროიდან წარბები გაკ არგენტინას ავით დასერებაში დაანდარხეული მაქვს მართლა აუ ეს მაგარი რო ჯაჯდებოდით ეგრევე იწყებდა კაცი მაგრევოსები აი ხალხდა ნახოს იმან კაია ყველაფერი ილო ჯიგარი ხარ ილო რა ჩვენ ახლა თუ შეგიხედი რავი მაშუებით ხოლმე ჩემპიონატი გვაქვს კრისტალ ბედერონული ლიგის პინგ-პონგში პატარა მაგიდა გვაქვს საყარელი და ხუთამდე ნოდარას ეთამაშე სურვილს თუ მოიგებ ერთ სურვილი კიდე მექნება დამატებით აუ არა მე უნდა მოვიგო ეხლა გავშედით ეხლა აგერ ბატა ამ ხელა მაგიდა კაცო ჩვენო ერთი სურვილი დარჩა ილო და მინდა რომ მოგიგო იმიტომ რომ
გავანულო. ხარ მე უნდა მეთამაშო ამას ჩემთან მე ამას ეთამაში ამას სურვილზე რა გამეტრაგა ვიღაცებით ვირასხოდეს ბიჭო ჩემ მოგებულ სურვილზე შიგ რატო გეკითხები გთავაზობ რაღაცა სლოვანისტელი მითხე და დავიშალე ვაისი ხელი მაისი დიმა ამის შემდეგ რომ დაგინახავ ეს უნდა დავიწყო ხოლმე კაცი თუ კაცი და შენ კიდე წეგარ ამ მითხრა ბიჭო რაღაცა რომ მითხა მოსტაცე და გაიქე კინო აი ხო მოსტაცე და გაიქეკიდო ბაბალა წავედით კრისტალდაკელოდური აბა გავაწყობთ ეხა უცებ მაგიდან და 5-მდე მივსხებთ ნიკომაგეთ კომაკთან ერთად სანდიში მასასე 5-მდე თამაშობთ ჯერ ნაპადაჩუ თუ რა ქვია იშავაგდოთ ხელით გადააგდეთ გეზბერდაჩუ გეზბერდაში დავიდა გეზბერ ეშბერ აუ ეს ეგარი ჩემია აი ეს სომხურ ბოდიში დაიწყე 5-მდეა თამაში ნოდარ მიდი თარსი 1-0 ბეროშვილი 1-0 ბეროშვილი მიეც ერთი ჩაწოდოს კიდე თუ წავა მიდი 1-1 ეხა ორი შენი ყურადღებით აუ რატო 2-1 ბეროშვილი ვარ გადაო არა ბიჭო აიმე 2-2 ზაბულობა აი გადამწყვეტი ბურთია ნელა ბიჭო რა უხეში ადამიანი კიდე კაი ბილიარდის ბურთი არის როლე მიდი ჩემია შენია 2-2 აი ვაშე რა პონტი მოდი მაგრამ ამის შეობა აქვს კამპოტია პონტია კამპოტია მინა წარბები დოინოი რაცა სადგარხა ჩემს არის ეს არ მოიგონ გაჭირვებულ არის თლება ეს რა სამითორი ანკარა მესი ეგარი 4-2 რა ბურთებს აგდებს ჩემი 4-3 მიდი ილო 4-4 მიდი რიშაიში ბურთია ჩემია ნელა მოიცა ერწამი დაუკვირდი ეხლა რა გადამწყვეტი მომენტია პროჭი ჟიმიჟიმი რაღაცეები მიდი ის არ არის ბორშემეში არა კიდე იყოს მოდი ბორშემეში ორი ბურთი თუნდაც გავაწენ ის იგებს 3-ს მერე 4-4 კიდე სურვილი რა პროჭი ჟიმიჟიმი ჯერ აიც ძალიან რთულია აი ეხა ყურადღებით არა 5-5 მოიტა ნელა ისროლეო მეგობარ გადაო 5-5 ეხა ვინ აწოდებს შენ ხო არა რატო არა ეხა მე ჩავ მე ჩერეს ადინ იყოს მაშინ და ორი ბურთი თვინ გავაწინ ნოდა ჟიმჟიმი ტუკუტუ კარგი რაილო 6-6 არა 6-6 მეტია არა ბიჭო მეც ოიმე ეგარი მაგინა ჩემთან ეგარი განულდა სურვილები განულდა 0-0 ჰილო ეს ჩვენი პარტნიორისგან დალიე ეს სიმბოლური საჩუქარი შენ ძმაო სოსისი ხომ მოგეწონა კომანდა სოსი არა მართლა გემრიელია დავაბნელით უახლოეს პერიოდში ველოდებით ქართულ ალკოჰოლურ სასმელს ქართული გვინდა უღუნთ რატო ველოდები იმიტომ რომ ნოდარი მაგრა ცვავს იცი რა ეს რო ქონდა ვისკი სულ სხვა ადამიანი იყო რა მე არ შეხმაკლია ადამიანობა რა მართალია ხო გითხარი ეს და ეს ერთნაირად ათროფსვეთ ილო ძალიან დიდი მადლობა ჯიგარი წარმატებები შენ YouTube არხზე რომელსაც გეკითხა სიახლეებს მალე გაიგებ აუცილებლად გელოდებით და მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან დღეს ამით დავამთავრებთ ჩვენ გვიზმყოფებით ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში 77 ეს ნომერი ხო ნეაპოლიდან წამოყვა ეგ იქნება ჩემთვის მე ჩემთვის ნეაპოლის წრები არის ერთ-ერთი საუკეთესო მართლა გეუბნები თავის ყველაფრით რა კიდე გავაგზავნებდი 3 საათი ამას ხალაპარაკს აღდგეთ რა გემშვიდობებით მოკლედ დღეს და შევხვდებით გამოგვიწერეთ დალაიკეთ დაგულეთ მიგულეთ თუ რაღაცა რაც კი არ ვიცი და ეს გააკეთა და იმიტომ ესე ძალიან რთული დღეს იყო ერთადერთი გამონაკლისი როცა ალბათ როგორც უნდა იყოს რა სტუმარს ბერბერას მეტი ვასაუბრეთ დღეს ეხა სახე ეხა ნუ წინთ სენიორები რომ წერტყოლე რომ მართლა რთულია რომ თავი შევიკავთ უბრალოდ იმდენად ყველა ისტორიები მოყვა რომ ხელს ვერ შეუშლით ოპა და გემშვიდობებით კარგად აბა ჰე